მოგესალმებით. მე გახლავართ ქეთი ახალკაცი, წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს. მივესალმები ყველა ემიგრანტს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან გვერდება და რომელიც კიდევ შემოგვერდება ალბათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მანძილზე. დავიწყებ იმით, რომ დღეს არის მიგრანტთა საერთაშორისო დღე და მილოცვით მინდა დავიწყოთ ასევე მადლობით ემიგრანტების მიმართ და მადლობით არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე შემოერთებისთვის, არამედ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, საკუთარი ძალიან ხშირ შემთხვევაში საკუთარ ოცნებებსა და გეგმებზე უარის თქმის სანაცვლოდ, ისინი შრომობენ უცხო ქვეყანაში ოჯახიდან მოწყვეტილი და ეხმარებიან არა მხოლოდ თავის ოჯახს, არამედ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის და საგადახდელო ბალანსისთვისაც. დაახლოებით 4 მილიარდამდე არის წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების ოდენობა და ეს არის მზარდი და მიუხედავად ამისა, რომ ეს თანხმობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ზომის ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორც საქართველო არის, მაინც ალბათ ვერანაირ მრავალნიშნა რიცხვი ვერ აწონის იმას, რის ფასადაც ვერ გამოხატავს იმ შრომას, იმ წვალებას, ოჯახის და სამშობლოს მოწყვეტით გამოწვეულ მონატრებასაც, რასაც ეს ემიგრანტები თავიანთ ცხოვრების გზაზე გადიან. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის. დღევანდელი დღეზე გითხარით, რომ ეს არის მიგრანტთა საერთაშორისო დღე და ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლება და გვეკეთებინა ისეთი, რაც ერთდროულად საინტერესოც იქნებოდა ჩვენი ემიგრანტებისთვის და იმავდროულად იქნებოდა რაღაცნაირად სასარგებლო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი ჩვენი სეგმენტი, მნიშვნელოვანი სეგმენტი არიან მიგრანტები 2023 წლის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გვქონდა მათთვის ტრენინგები, შევქმნით საგანმანათლებლო პროდუქტები, გვქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრები, რამდენიმე დღიანი პირისპირ ონლაინ და ამ შეხვედრების დროს არა მარტო ცოდნას ვუზიარებთ ისეთ რაღაცა საბაზისო თემებზე, როგორც არის ბიუჯეტის მართვა, პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმისთვის, რომ მე შემდგომში ჩვენი საგანმანათლებლო პროდუქტები რაღაცნაირად მოვარგოთ ხოლმე მათ საჭიროებებს და მინდა ვთქვა, რომ ყველაზე პოპულარული თემა, რომელიც ხან ონლაინ შემოვიდა, ხან პირისპირ შეკითხვების დროს, ხან Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში მოგწერეს, ეს იყო ინვესტიციები და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები და სწორედ ამიტომ დღევანდელ დღეს გადავწყვით ავარჩიეთ ეს თემა საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის. ზოგადად ფინედო ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედო ძალიან ბევრ პროდუქტს ქმნის, მათ შორის ემიგრანტებისთვისაც, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოადგებათ იმ ემიგრაციის ძალიან რთულ გზაზე, რომელზეც ისინი გადიან. სხვა ქვეყანაში ცხოვრება ბევრ გამოწვევას უკავშირდება, დაწყებული სხვა ქვეყანაში შრომით ბაზარზე მორგებას, იქ ბევრი კულტურული სიახლეები არის და ხშირ შემთხვევაში ფინანსური კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან წასული ადამიანები იმის გამო, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არის პირობითად ან ხელმისაწვდომობა არ არის ისეთი ხშირად, ნაცვლად იმისა, რომ ეს კეთილდღეობა გაიმჯობესონ ფინანსური შესაძლებელი არის, რომ არამიზნობრივად, არასწორად და არაეფექტიანად დახარჯოს. ამიტომ ჩვენს ვცდილობთ, რომ ისეთი პროდუქტები შევქმნათ, რომ ამ ადამიანებს რაღაცა ორიენტაციაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაღაცნაირად დავეხმაროთ და აი დღევანდელი შეხვედრა ზუსტად ამ თემებზე არის, როგორი ქართულ ბაზარზე რა საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები არსებობს, საბროკერო კომპანია იქნება ფონდები, რა სერვისებს და მომსახურებას თავაზობენ, რა რისკები უნდა გაითვალისწინოს, ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ
თქვენს პანელის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ გამონახეს დრო და შემოგვიერთდნენ. რამდენიმე ტექნიკურ დეტალს ვიტყვი, პანელის მონაწილეების წარდგენაზე გადავალ. ჩვენი შეხვედრა იწერება ეს ერთი, იმიტომ რომ სხვებსაც ექნებათ მერე შესაძლებლობა, რომ ვინც ეხა ვერ მოახერხა, დღევანდელ შეხვედრაზე ლაივში შემოსვლა ვერ მოახერხა, ვიდეოს დავდებ და ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნახონ და ის რჩევები გაიზიანონ. შეგიძლიათ თქვენ გამოგზავნოთ შეკითხვები, ვინც ესწრებიან. ამ შეკითხვებს ჩვენ დავუსვამთ ჩვენს სტუმრებს და ვეცდებით, რომ ამ ამომწურავი პასუხი მიიღოთ, რასაც ახლა ვერ მიიღებთ. მე სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით აუცილებლად დაგეკავშირებ და შეკითხვას დაგებრუნებ, შეკითხვაზე პასუხს. უბრალოდ ერთი თხოვნა არის, რომ დროს გავუფრთხილდეთ, ესე ვთქვათ და კარგად გამოვიყენოთ და ეფექტიანად. ჩვენი თხოვნა არის, რომ დღევანდელ თემასთან დაკავშირებით გამოგზავნოთ შეკითხვები, იმიტომ რომ არ მოგვიწევს ესე ვთქვათ გაფილტრა და თქვენი შეკითხვა არ იფიქროთ, რომ ჩვენ შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებთ, უბრალოდ ჩვენი მანდატი ესე ვთქვათ და ჩვენი ცოდნა რის საშუალებას გვაძლევს და ამ შემთხვევაში ეს გახლავთ ინვესტიციები და საინვესტიციო შესაძლებლობები, ამ შეკითხვებზე გაგცემთ პასუხს. ეხლა გადავალ ჩვენს პანელისტებზე. დავიწყებ დავითი აბესაძით, ეს გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. სესილი ტაბატაძე, აწარმოეს საქართველოში საკონსულტაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი. ბაქარ მარუაშვილი, TBC კაპიტალის საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი. დავით ნიშნიანიძე, გალთენთაგართის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, ესევე რატი მორჩილაძე და ვეკო დოდაშვილი წარმოადგენენ Foresight Invest Groups, რატი გახლავთ დირექტორის მოადგილე და ვეკო მთავარი იურიდიული და კორპორაციული ოფიცერი. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირველი შეკითხვით ბატონ დავითთან გადავალ, დავით აბესაძესთან. ბატონ დავით, არ დაგიმოვალოთ, რომ აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი რა ფორმატის პროექტი ან შეხვედრაც არ გქონია ფინედუს. როგორი აუდიტორი, აი განსხვავებული აუდიტორია არ ყოფილა ჩვენთან. არ იყო არც ერთი შემთხვევა ჩვენი ან ტრენინგის, ვორქშოპის, კონკურსის თუ ასე შემდეგ, რომელიც დასასრულსაც ან მსვლელობის პერიოდში არ მოსულიყოს მონაწილე და არ ეკითხოს ჩვენთვის ინვესტიციების შესახებ. აი თქვენ გაქვთ ყველაზე მეტი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, როგორია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რა შესაძლებლობები არის, რას თავაზობს ის მომხმარებელს, რეგულაციები, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც საკანონმდებლო ბაზა, ესევე შეიცვალა ბაზარით შესაბამისად და აი სად შეიძლება დაინახოს შესაძლებლობები თავად ემიგრანტმა. თუ შეიძლება რომ ამაზე პასუხი. მადლობა კეთი, მოგესალმებით ყველას, მივესალმები პანელის მონაწილეებს. მართლაც მნიშვნელოვანი საკითხებია, ძალიან კარგი არის, რომ პანელზე მსმენელებს საშუალება ექნებათ, რომ მოისმინონ პანელის მონაწილეთა განსხვავებული ხედვები, იმიტომ რომ მე გახლავართ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი. პანელზე ასევე სხედან საბროკერო კომპანიების და აქტივების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები, სწორედ ის ხალხი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე ინვესტორებს რომ ჰქონდეთ წვდომა ფასიან ქაღალდებზე, იმ დამატებით პროდუქტებზე, რომლებსაც მათ ფასიან ქაღალდების ბაზარის თავაზობს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩემი ასე ვთქვათ მოკლე ერთგვარი შესწავლის შემდეგ დამატებით საშუალება ექნებათ მსმენელებს, რომ მოისმინონ ჩემი კოლეგებისგანაც ამ შემთხვევაში კომერციული სექტორის მხრიდან. ფასიანი ქაღალდების ჩვენ ზედამხედველობთ აღნიშნულ ბაზარს. ზედამხედველობა მნიშვნელოვანია ნდობისათვის, რა თქმა უნდა, ინვესტორებს, ანუ იმ ხალხს, ვინც აინვესტირებს საკუთარ დანაზოგებს საინვესტიციო პროდუქტებში, ეს შეიძლება იყოს აქცია, შეიძლება იყოს ობლიგაცია, ან უფრო კომპლექსური პროდუქტები, მათ უნდა ჰქონდეთ იმის რწმენა და ნდობა, რომ ინვესტიცია, რომ ის სუბიექტები, ის მონაწილეები, რომელთანაც ისინი საქმეს დაიჭერენ,
არიან სათანადოდ რეგულირებული, რომ ისინი ექვემდებარებიან ზედამხედველობას და ეს არის საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტის შესაბამისად. და მართლაც ეროვნული ბანკი სწორედ ამისკენ არის მოწოდებული, რომ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირებელი ჩარჩო არსებობდეს ამ კუთხით ფასიანი ქაღალდების ბაზრის და კაპიტალის ბაზრის და ასევე ზედამხედველობაც ასეთივე სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობდეს. რა არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი? ყველაზე უფრო ზოგადი დეფინიციით და რატომ არსებობს საერთოდ ფასიანი ქაღალდების ბაზარი? თუ წარმოვიდგენთ ასე ვთქვათ ეკონომიკას როგორც ერთობლიობას სამი სხვადასხვა სუბიექტის. ერთი მხრივ სუბიექტები ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაზოგები, ანუ ის რესურსები, რაც თითოეულ ჩვენგანს რჩება მოხმარების შემდეგ, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ, არსებობს ერთი მხრივ აი ესეთი კატეგორიის ხალხი, დამზოგველები, არსებობენ ასევე ასეთი სუბიექტები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, აქვთ საჭიროება ფინანსური რესურსის მოზიდვის და ვთქვათ კომპანიები მაგალითად, რომელთაც სჭირდებათ რომ ფული ისესხონ ან დაიფინანსონ თავიანთი საქმიანობა გააფართოონ, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის მიზნობრიობის ფონი ამ დაფინანსების გამოყენება, მაგრამ მათ აქვთ სურვილი რომ მოიზიდონ დაფინანსება. დამზოგველები ყავს ასევე დაფინანსების მსურველები. და ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოწოდებულია რომ ეს ორი სუბიექტი, ეს ორი მხარე ეკონომიკისა ერთმანეთს დააკავშიროს, შეაკავშიროს. ანალოგიურ როლს რა თქმა უნდა ასრულებენ კომერციული ბანკები, ანუ ტრადიციულად დამზოგველების და დაფინანსების საჭიროების მქონე კომპანიების მაკავშირებელი კლასიკურად ტრადიციულად ჩამოყალიბდა კომერციულ ბანკები, ხო? სადაც შეგვიძლია დეპოზიტი განვათავსოთ და შემდეგ კომერციულ ბანკს აქვს შესაძლებლობა გასცეს წესხები სხვადასხვა კომპანიაზე ან ფიზიკურ პირზე. მაგრამ ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდა როგორც ალტერნატივა კომერციული ბანკებისა და ტრადიციული დაფინანსების წყაროებისა. არა მხოლოდ კომერციული ბანკების შესაბამისად ასრულებენ ამ შუამავლის და დამაკავშირებლის ფუნქციას, არამედ ფასიანი ქაღალდების ბაზარიც. და ამ ბაზრის მონაწილეები, მათ შორის ის კოლეგები, ვინც ჩვენს პანელზე დღეს მონაწილეობენ, შუამავლები, მათი ფუნქცია არის, რომ შეაკავშიროს დამზოგველები იმ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ საჭიროება, რომ მოიზიდონ დაფინანსება. შესაბამისად, საინვესტიციო შესაძლებლობები მათ შორის სწორედ აი ამ შეკავშირებით იქმნება. კომპანია, რომელიც უშვებს მაგალითად ობლიგაციას, ეს ერთი მხრივ ემსახურება კომპანიის მიზანს, რომ დაიკმაყოფილოს საკუთარი ფინანსური საჭიროება, მეორე მხრივ იგივე ობლიგაცია უკვე დამზოგველისთვის და თითოეულ ჩვენგანისათვის, როგორც პოტენციური ინვესტორისთვის, არის ინვესტორების და ჩვენი დანაზოგების განთავსების საშუალება. ეროვნული ბანკის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ამ პროცესში ინვესტორის უფლებები იყოს დაცული და უზედამხედველოთ ამ პროცესს, საიმისოდ რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს ინვესტორთან აღნიშნული პროდუქტის შესახებ. იქნება ის ობლიგაცია, თუ იქნება ის აქცია. რომ იყოს გამჟღავნება სრული სწორი სამართლიანი, რომ ინვესტორისათვის შესაფერისი პროდუქტები მოხდეს სწორედ იყოს სწორედ შეთავაზებული. ამ კუთხით ეროვნული ბანკი ყოველთვის კონსერვატორია ამ თვალსაზრისით და ყოველთვის იღწვის იმისათვის, რომ ინვესტორების უფლებები იყოს დამახმარებლების უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, ტრადიციული ფასიანი ქაღალდები და ამით დასასრულისკენ წავალ, ჩემი გამოცდის პირველ ნაწილში არის სწორედ ობლიგაციები და აქციები. ობლიგაციებს საქართველოში უშვებს მათ შორის საქართველოს სახელმწიფო, გვაქვს სახაზინო ობლიგაციები საქართველოში, ასევე ობლიგაციებს უშვებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ასევე უშვებენ კორპორაციები. დღეს მდგომარეობით კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა დღეს მდგომარეობით არა, უფრო მოდი ვიტყვით მესამე კვარტლის მდგომარეობით იყო 2.2 მილიარდი ლარი, დღეს მდგომარეობით უკვე 2.7 მილიარდ ლარს აღწევს არსებული კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა. შესაბამისად, საკმაოდ ჩვენ ვაკვირდებით, რომ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალია კორპორაციული ობლიგაციების მიმართ. რა თქმა უნდა, თითოეულ ინვესტიციას ახლავს თავისი რისკი. ეს რისკები ახლავს არა მხოლოდ ობლიგაციებს, ახლავს აქციებს და ასევე ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტს და სწორედ ეროვნული ბანკი მოწოდებულია იმისათვის, რომ უზედამხედველოს
რამდენად სწორად ხდება აღნიშნული რისკების გამჟღავნება. ალბათ შემდეგ ეტაპზე მექნება შესაძლებლობა რომ ამ კუთხითაც ვისაუბრო რა რისკები შეიძლება ახლავდეს აღნიშნულ ფინანსურ პროდუქტებს. შემოსავლების კუთხით, ფულადი ნაკადების კუთხით სტანდარტულად ობლიგაცია არის შინაარსობრივად იგივე სესხი, რომელსაც ინვესტორი აძლევს კომპანიას, შესაბამისად ფულადი ნაკადები, რომელსაც ინვესტორი იღებს ამ კომპანიისგან არის ნასესხები ფულის, ანუ ძირი თანხის უკან დაბრუნება კომპანიის მხრიდან და ასევე პროცენტი, რომელსაც როგორც სარგებელს არიცხავს კომპანია და უხდის შესაბამისად ინვესტორს. გარკვეულწილად ეს გავს დეპოზიტსაც ცხადია, მაგრამ როგორც აღნიშნე, ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ალტერნატივა საბანკო პროდუქტის. საბანკო პროდუქტის შემთხვევაში გვაქვს დანაზოგების ინსტრუმენტად დეპოზიტი ძირითადად, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარი გვაძლევს ალტერნატიული დაზოგვის ინსტრუმენტებს, როგორც არის ობლიგაცია, აქცია და სხვა ინსტრუმენტები. მადლობა და ძალიან მოუწოდებ მსმენელებს, რომ ასევე ყურადღებით მიადევნონ თვალყური ჩემი კოლეგების გამოცდილებს, რომლებიც უშუალოდ კომერციული სექტორიდან მიაწვდიან თავიანთ ხედვას და სწორედ ეს არის ის ხალხი ამ პანელზე მონაწილეები, რომლებიც შემდეგ თქვენ შეიძლება დაგეხმარონ თქვენთვის შესაძაფერისი საინვესტიციო პროდუქტზე წვდომაში და ინვესტირებაში. მადლობა დიდი. დათო, ძალიან დიდი მადლობა. რისკები ახსენდა, რისკებთან დაკავშირებით კიდევ მოგიბრუნდებით. ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო, რაც ახლა გაგვიზიარეთ, იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი, რომელსაც ნაკლები ინფორმაცია აქვს, ხედავს იმას, რომ ზედამ ბაზარი არის, ზედამხედველობის ქვეშ ეს რაღაც დაცულობის განცდას ქმნის მათში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ და ამ საკითხსაც მიუბრუნდებით. ეხლა სესილისთან მინდა გადავიდე. სესილი, აწარმოე საქართველოში უკვე წლები არის, რომ ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს და ამას აკეთებს როგორც ინდივიდუალური მეწარმეების, როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ასევე კონსულტაციებით, საგანმანათლებლო პროგრამებით. მეორე მხრივ აწარმოებსაც კიდევ big პროექტი ეს Invest in Georgia და ამ თვალსაზრისით თქვენთვის ცნობილი ანუ ეს სფეროც ეს ბაზარიც ესე ვთქვათ კარგად შესწავლილი არის ორივე მხრიდან უყურებთ პროცესს ერთი მხრივ ავითარებთ სამეწარმეო ხელს უწყობთ სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაში ჩვენს მოქალაქეებს ესევე მიგრანტებსაც და ესევე საინვესტიციო ბაზრის განვითარებას უწყობთ ხელს აი აქ მინდა თქვენ გვესაუბროთ თქვენი ხედვა, აწარმოეს ხედვა როგორი არის და აი უბრალოდ უფრო მეტი აქცენტი რომ გავაკეთოთ, აი ემიგრანტმა როგორ შეიძლება დაინახოს თავისი თავი თქვენს მიერ შეთავაზებულ პროექტებსა და სერვისებშიც. მოგესალმებით, მადლობა ქეთი, მადლობა პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და მნიშვნელოვანი თემის დღის წესრიგში დაყენებისთვის. განსაკუთრებული მადლობა, გულწრფელი მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან გვიყურებენ დღეს ჩვენ და ჩვენთან ერთად არიან ან ჩანაწერს უყურებენ. მიხარია, რომ დღეს ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარებათ ჩვენს ემიგრანტებს. პირველ რიგში ზოგადად აწარმოე საქართველოს სააგენტო, რა თქმა უნდა, არის ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრი. ჩვენ არა მარტო ვცდილობთ, რომ ფინანსური ხელშეწყობა გქონდეს, ასევე ტექნიკური მხარდაჭერა გვაქვს მათთვის. დღეს მე უშუალოდ მინდა, რომ ეს ფორმატიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ მოკლე დროში უნდა ჩავჯდეთ, ზოგადად მიმოვიხილავ რა შესაძლებლობები გვაქვს და თავარი მესიჯი, რაც მინდა, რომ ემიგრანტებამდე მივიდეს დღეს, არის ის, რომ ნებისმიერ დროს, როცა მათ სურვილი გაუჩნდებათ, რომ თავიანთ ქვეყანაში დაიწყონ ბიზნესი, აუცილებლად უნდა გახსენდეთ ჩვენი სააგენტო და დაგვიკავშირდნენ იქ, სადაც ისინი არიან იმ რეგიონში და რატომ იმ რეგიონში. ჩვენ დაახლოებით 3 წელს უკან დავიწყეთ ბიზნესთან ახლოს მისვლა, გავხსენით რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები და ემიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ადგილზე თავიანთ რეგიონში გვესტუმრონ და მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია ბიზნესის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ აწარმოე საქართველოს სააგენტოში ვიზიტის დროს ინდივიდუალურ კონსულტაციას
კონსულტაციის შესაძლებლობა აქვს მეწარმეს ან მეწარმეობით დაინტერესებულ პირს ჩვენთან ადგილზე რეგიონებში შესაძლებლობა აქვს მეწარმეებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. ეს პროგრამები არის უშუალოდ ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამები თუ სხვა სახელმწიფო უწყების იქნება, დონორი ორგანიზაციის თუ სხვა მხარდამჭერი შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მეწარმეს ჩვენ ვაწოდით მასზე მორგებულ კონსულტაციას. რაც შეეხება ფინანსური მიმართულებით მხარდაჭერას, დღეს აწარმოებს საქართველოს სააგენტოს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ბიზნესებს, სტარტაპებს, ბიზნესებს, რომელსაც ეხლა უნდათ დაწყება და დაინტერესებული არიან დაიწყონ ბიზნესი, ასევე მეწარმეებს, რომელსაც სურთ, რომ არსებული ბიზნესი განავითარონ და გააუმჯობესონ. ჩვენ გვაქვს ესე რომ ვთქვათ, ორი მიმართულებით ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა. ეს არის პატარა სესხების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 50,000 ლარამდე სესხს გულისხმობს და ამ ნაწილში მეწარმეებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ სესხი აიღონ ჩვენი სუბსიდიით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეწარმეებს ვუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს სრულად გარკვეულ შემთხვევებში. ეს არის თუ ქალი მეწარმე იქნება ან ახალ რეგისტრირებული ბიზნესი, ანუ ვისაც ეხლა უნდა ბიზნესის დაწყება. ასევე იმ მეწარმეებისთვის, ვინც სამეწარმეო საქმიანობას იწყებენ მაღალმთიან რეგიონებში. და ასევე მეწარმეებს, რომლებსაც წინა წლის შემოსავალი 30,000-ზე ნაკლები ჰქონდათ, ანუ მათი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იყო მცირე. ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ბიზნესებს 50,000 ლარიდან 10 მილიონამდე სესხის პროგრამაში. ეს პროგრამა უკვე არის მიბმული, ჩვენი სუბსიდია მიბმულია რეფინანსირების განაკვეთს. ამ პროგრამის შემთხვევაში თუ კი დიდი სესხი გვჭირდება ბიზნესის გასაუმჯობესებად და გასავითარებლად, ჩვენ მეწარმეებს ვეხმარებით პროცენტის სუბსიდიის ნაწილში შევდივართ როგორც სახელმწიფო გარანტორად 80% გარანტიაში და სუბსიდიას ვუკეთებთ სესხს რეფინანსირების განაკვეთს -3%. დღეს 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ჩვენი თანამონაწილეობა ასეთი ტიპის სესხში დღეს გამოდის 5%. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მეწარმეებს დავეხმაროთ ფინანსურად, რომ მათ შეძლონ გააძლიერონ თავისი ბიზნესები ან დაიწყონ, ჩვენ გვაქვს ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა. ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ საქართველოში და ზოგადად მით უმეტეს ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანია ეს, რომ ბიზნესის კეთების ტექნოლოგია არ აქვს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მას სჭირდება სპეციფიური ცოდნა, სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს მარკეტინგი, იქნება ფინანსები, გადასახადები, იქნება ეს ბიზნეს მოდელირება თუ იურიდიული მიმართულება. ბიზნესის კეთებისთვის საჭირო უნარების შესაძენად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ტრენინგები და ვორქშოპები ჩავატაროთ მათთვის რეგიონებში ადგილზე, ასევე ვთავაზობთ ონლაინ სწავლების მექანიზმსაც ჩვენს მეწარმეებით დაინტერესებულ პირებს, რომ ეს არის სრულიად უფასო მათთვის და მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ბიზნესის კეთების ტექნიკები იმ მიმართულებით, რა მიმართულებებიც ჩამოგითვალეთ. გარდა ამისა, კომპანიებისთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაიქირავონ მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება. იქედან გამომდინარე, რომ აღმოჩნდა, რომ ბიზნესებს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადონ აუთსორსის მომსახურება, თუ მაგალითად მათ ჭირდებათ დახმარება ბიზნესის პროცესების გაუმჯობესებაში, ბიზნეს მოდელირების გაკეთებაში, იქნება ეს მარკეტინგის მიმართულებით, ან საგადასახადო პრობლემები აქვთ, ან ფინანსური პრობლემები აქვთ, ამ ნაწილში მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ დაიქირავონ კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია და ჩვენ მათ ვუხდით ამ კომპანიის საფასურს. თანამონაწილეობის კომპონენტი არის აქ 90%-იანი და მაქსიმუმ 10,000 ლარის დაფინანსება. ფაქტობრივად ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უკვე არსებული კომპანიებისთვის არის და იმ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს სერვისი, ვინც უკვე აქტიურად მუშაობენ და შესაძლოა აქ ემიგრანტების ოჯახის წევრებს, რომელსაც ბიზნესი უკვე დაწყებული აქვს, ამ მიმართულებითაც სჭირდებოდეთ გარკვეული კვალიფიკაციის ამაღლება. ეს
საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში რატომ არის ემიგრანტებისთვის ახლა მნიშვნელოვანი? რეგიონში დღეს მით უმეტეს იმ ფორმატში ჩვენ ვხვდებით, შეიძლება სრულყოფილად ვერ მოვიხილოთ კონკრეტული სექტორზე მორგებული შესაძლებლობა ბიზნესისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღეს ჩვენ გავიგოთ, რომ აწარმოებს საქართველოს სააგენტოს აქვს რეგიონალური ცენტრები, სადაც დახვდებათ მათ კვალიფიციური ბიზნეს კონსულტანტები და მათგან უშუალოდ მიიღებენ კონკრეტულად მათ საჭიროებაზე მორგებულ დახმარებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოში. დაახლოებით 1 წელია ცოტა მეტი, რაც რეგიონალური ცენტრები გავხსენით, ყველა რეგიონი ჯერ არ დაგვიფარავს, თუმცა 6 ოფისი უკვე გავხსენით, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, თბილისში, კახეთსა და ახალციხეში, ძალიან მალე გორშიც გავხსნით. ასევე ემიგრანტებისთვის მინდა ვთქვა, რომ შეუძლიათ ოჯახის წევრები გამოუშვან ჩვენთან კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდნენ 96-0010 არის ჩვენი საკონტაქტო ნომერი, როცა საერთაშორისო ზარებიდან შემოდის. საქართველოდან პირდაპირ 15-25-ზე შეგვიძლია დაგვიკავშირდნენ. მე ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უკვე ემიგრანტებისგან შემოვა ზარები და დაგეხმარებით კონკრეტულად გაგიწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციას. ძალიან დიდი მადლობა. სესილი, ძალიან დიდი მადლობა. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გასულ წელს რაღაც კვლევას ვაკეთებდი მეწარმე-ქალების, რეგიონებში მცხოვრები მეწარმე-ქალების ფინანსებსა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და რამდენიმე თქვენი ბენეფიციარი, ნახე, ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოდან იყო, ერთ-ერთი იყო ემიგრანტი, ანუ ემიგრაციიდან დაბრუნებული, ესე ვთქვათ რა. და მართლა დიდ საქმეს აკეთებთ. განსაკუთრებით საკონსულტაციო ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ადგილები, სადაც ისაუბრებენ გამოცდილებას და წარმატებას თუ რაღაც წარუმატებლობის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან არიან შეხვედრაზე უშუალოდ ბაზრის წარმომადგენლები, ბროკერები, საინვესტიციო ფონდი და ეხლა ზოგადად ჩვენი სფერო გაჯერებული არის ბევრი უცხო სიტყვით, უცნაური სტეიტმენტებით, რაც ხშირად ჩვენ ქართულიდან ქართულზე თარგმანი გვიწევს ხოლმე, ესე ვთქვათ და არ არის მარტივი ამოცანა, მარტივად აუხსნა ადამიანს, რას აკეთებს კონკრეტულად საბროკერო კომპანია, ამიტომ რაღაცა გარკვეული გამოწვევა მაქვს დავით თქვენთან, გალთენთაგარდის წარმომადგენელი. ჩვენ რაღაც პერიოდი მუშაობდი კომუნიკაციაში, მოკლედ არ ჰქონდა იმისი ფული, რომ ყველა მესიჯი დაგვეტესტა ფოკუს ჯგუფებზე და ჩვენი ფოკუს ჯგუფი იყო ხოლმე ბებია და შვილი, რომ თუ ისინი გაიგებდნენ ჩვენ სათქმოს, ასე იგი სწორად იყო. აი ხა ეს ამოცანა არის, ეს გამოწვევა არის თქვენთან, რომ აი აგვიხსნათ ყველას კონკრეტულად რას ნიშნავს საბროკერო კომპანია, რას მომსახურებას, რას სერვისებს თავაზობს და რატო უნდა იყოს ის საინტერესო ემიგრანტებისთვის, ამ ჩვენი აუდიტორიისთვის. მოგესალმებით. დიდი მადლობა ბუნებრივია ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მე თვითონ დაახლოებით 12 წელიწადი ემიგრაციაში გავატარე, შესაბამისად ეგ ნაწილი გამოვლილი მაქვს და ის ემოციები და ის მიზნები, რაც ამ ემიგრაციაში ყოფნას თან ახლავს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არის და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები არიან ზოგადად ემიგრანტები. ცხოვრება ზოგადად პროცესი არის, შესაბამისად აი ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის და დარწმუნებული ვარ თავიანთ მიზნებს დროულად და ისე როგორც მათ აქვთ განსაზღვრული, ესე მიაღწევენ, რა თქმა უნდა, თავიანთ ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის და ზოგადად ესე ვთქვათ, რომ ბედნიერად იგრძნონ ყველამ თავი. ჩემი გადმოსახედიდან გახლავართ დავით ნიშნიანიძე, კალთენდაგარდის საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ორი სიტყვით მიმოვიხილავ გალდს და საბროკერო, ასე ვთქვათ, საქმიანობასაც. კალთენდაგარდი არის ადგილობრივი კომპანია, დაარსებული 1995 წელს თბილისში, საქართველოში და თავიდანვე რეალურად საბროკერო მიმართულება იყო ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაშიც თვითონ ორგანიზაცია იყო ჩართული. წლების მანძილზე ბუნებრივია დაემატა სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის კვლევით მიმართულება, მათ შორის საინვესტიციო საბანკო მიმართულება და დღეს რეალურად ვფარავთ იმ სერვისებს, რაც სრულყოფილ საინვესტიციო საბანკო, ასე ვთქვათ, კომპანიას ახასიათებს ხოლმე.
საბროკერო კომპანია, ну, ბუნებრივია საბროკერო საქმიანობა, როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარე, რეალურად შუამავლობას გულისხმობს ორ მხარეებს შორის. რაც ბატონმა დავითმა ასევე თავის სიტყვაშიც კარგად გაშალა, ეს ორი მხარე არის ერთის მხრივ ინვესტორები, ანუ მათ შორის ჩვენც ბუნებრივია ამ გადმოსახედიდან და მეორეს მხრივ ის ემიტენტები, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრიობით, რომლებსაც სხვადასხვა მიზნობრიობით უნდათ რომ თანხა მოიზიდონ ინვესტორებისგან. ზოგადად კაპიტალის ბაზარი, რასაც ესე რომ ვთქვათ, მოიცავს მონაწილეები, მარეგულირებული ინვესტორები, ემიტენტები ძალიან ესე რომ ვთქვათ, რომ განვაზოგადოთ, მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი არის ეკონომიკისთვის, რეალურად ამის განვითარება და განვითარებული კაპიტალის ბაზარი, რომელიც ქმნის ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს. საქართველოს ამ გადმოსახედიდან საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გაორმაგებული არის იმ ემისიების რაოდენობა, რაც ასევე ბატონმა დავითმა განაცხადა თავის სიტყვაში და სადღაც 2.7 მილიარდ ლარსაც მივუახლოვდით ადგილობრივი კორპორატიული ბონდების ბაზრის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბევრი გადმოსახედიდან. პირველი გადმოსახედი, რაც შეიძლება იყოს, არის ცნობადობის ნაწილი. ცნობადობა საკმაოდ გავლენას ახდენს ინვესტორების მხრიდანაც, რომ იცოდნენ რა არჩევანი აქვს. და ასევე ემიტენტების გადმოსახედიდანაც რა არჩევანი აქვს. ცალ-ცალკე რომ გავყვეთ თითოეულ ნაწილს. ინვესტორების კუთხით აქამდე ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია უფრო მოსირებდა, რომ დანაზოგების მართვა დეპოზიტებით და უძრავი ქონებებში, ესე რომ ვთქვათ, ინვესტირებით იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული არის საქართველოშიც საბროკერო საქმიანობა საფინანსო ბაზრებზე, რაც დამატებით, ესე რომ ვთქვათ, ალტერნატიულ წყაროს ქმნის დანაზოგების მართვის თვალსაზრისით ინვესტორებისთვის. ცოტა ციფრებშიც რომ ვისაუბროთ, ზოგადად დანაზოგების დაახლოებით 6.5% არის მხოლოდ კაპიტალის ბაზრებზე, ну, თუ არ ჩავთვლით საპენსიო სააგენტოს, რომელსაც უხეშად 25%-ის ნიშნული უჭირავს, მაგრამ უმეტესობა დანაზოგებისა ჯერჯერობით არის ასევე დეპოზიტებში, კომერციულ ბანკებში. როდესაც შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი, თქვათ, ჩვენს დასავლეთ ქვეყნებთან, ევროპის ქვეყნებში და ასევე თქვათ ამერიკაში გაცილებით მაღალი არის გულისხმობ ინვესტირებას კაპიტალის ბაზრებზე. და ეს ერთგვარი, ესე რომ ვთქვათ, თავიდანვე ერთგვარი დანაზოგების მართვისთვის ერთგვარი მანქანა არის, რომელიც შეუძლია რომ ინვესტორმა გამოიყენოს და ამ თვალსაზრისით მოკლედ საკმაოდ კარგი გზა გველოდება კიდევ წინ განვითარების კუთხით. მეორე ნაწილი, რომელიც ემიტენტების გადმოსახედიდანაც უნდა შევხედოთ, ემიტენტებისთვისაც რეალურად თანხის მოძიების და მოზიდვის თვალსაზრისით გარდა საბანკო წყაროებისა უკვე არსებობს კაპიტალის ბაზარი, სადაც ჩვენთან მოსული ემიტენტი რეალურად ეროვნულ ბანკთან ერთად პროცესის გავლის შემდეგ შეუძლია რომ გამოუშვას ბონდი ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც ეხმარებათ რეალურად მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, ხარჯების დაკმაყოფილებებში და ასევე თავიანთი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ საერთო ჯამში ასევე მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელობას ზოგადად თითეული მონაწილისა, რომელიც თუნდაც ამ კოლზე ესწრება, მათ შორის რეგულატორის გადმოსახედიდანაც და მათ შორის ბაზრის მონაწილეების გადმოსახედიდანაც, რომ ვქნით რეალურად პლატფორმას და იმ ეკოსისტემას საქართველოში, რაც საშუალებას აძლევს ქართველ ადამიანს, ინვესტორს, მოქალაქეს იგივენაირი სერვისებით ისარგებლოს, როგორი სერვისებითაც სარგებლობს თუნდაც ევროპაში მცხოვრები მყოფი ან და ამერიკაში მცხოვრები მყოფი ადამიანი. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენი კომპანია საბროკერო მიმართულების თვალსაზრისით ინვესტორებს თავაზობთ ცდომას როგორც ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე, ასევე რეგიონის კაპიტალის ბაზრებზე, ასევე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. კონკრეტულად რო ვთქვათ, ვქნით იმ საშუალებას და შექმნილი გვაქვს ის საშუალებები, რომ ძალიან მარტივად უკვე კლიენტს შეუძლია წუთებში იყიდოს ნებისმიერი კომპანიის ფასიანი ქაღალდი. ეს საკმაოდ დიდი, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა არის, რაც დღეს არის უკვე საქართველოში და რეალურად ამ ნაწილით საკმაოდ დაახლოებული ვართ იმ მოცემულობასთან, რასაც ქვია ზოგადად ინვესტიციებთან ცნობა დასავლეთის ქვეყნებში.
ამ გადმოსახედიდან სერვისების ნაწილში გარდა იმისა, რომ თავაზობთ ცნობას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ადგილობრივის და რეგიონის ნაწილში, ბუნებრივია საინვესტიციო პროდუქტების მრავალფეროვნებაც ერთგვარი, ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ, რომ არსებობს ობლიგაციები, არსებობს ფონდები, არსებობს კონკრეტული ასე რომ ვთქვათ, კომპანიის აქციები, რიც რაზე წვდომასაც და რის ხელმისაწვდომობასაც ბუნებრივია ჩვენ ვთავაზობთ. გარდა ამისა, ასევე გვაქვს ერთგვარი არადისკრეციული პორტფელის მომსახურების მიმართულება იმ კატეგორიებისა კლიენტებისა, რომელსაც სურთ ამ სფეროში უფრო დანაზოგები აქვთ თავიანთი განსაზღვრება და სურთ ასე რომ ვთქვათ, უფრო ჩვენი ჩართულობა თუ როგორ უნდა მართონ ეს დანაზოგები, რა თქმა უნდა, მათივე ჩართულობით, აქტიური ჩართულობით და მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ქმნით ინდივიდუალურ პორტფელებს, რომელსაც შემდეგ რეალურად ამ კლიენტებისთვის ვადევნებთ თვალს და ყოველ დღიურ რეჟიმში, ესე რომ ვთქვათ, გვაქვს პულსზე ხელი თუ როგორ იქცევა ამა თუ იმ კლიენტის პორტფელი. მე ამ ნაწილზე ვფიქრობ, რომ გავჩერდე და რა თქმა უნდა, მინდა რომ ასევე დრო დავუთმო ჩემს კოლეგებს და კითხვების შემთხვევაში მზად ვიქნები, რომ დამატებით კითხვებსაც გავსცე პასუხი. მადლობა კიდევ. მადლობა დავით, კიდევ მოგიბრუნდებით განსაკუთრებით აი რჩევების ნაწილზე დაგჭირდება კიდევ თქვენი ჩართულობა. ეხლა ბატონ ბაქართან გადავალ, თქვენს კოლეგასთან TBC კაპიტალიდან. ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტები შევქმნათ, ფინანსური განათლების პროდუქტები, გარდა იმისა, რომ ესე ვთქვათ, უკავშირის დროს ვაგროვებთ ინფორმაციას, ასევე გაწევრიანებული ვართ რაღაცა ჯგუფებში და ერთ-ერთი ასეთი ინვესტიციების ჯგუფში ვარ პირადად მე და აი ძალიან ყველაზე ხშირად რა შეკითხვაც ის მევახმე არის, რომ რა მინიმალური თანხით შეიძლება დავიწყო ინვესტირება, ეს შეკითხვა არის ხოლმე და აი რა ხარჯებს უნდა ველოდ რა ხარჯებთან არის დაკავშირებით. აი მომავალმა ინვესტორმა ბატონო ბაქარ აი რითი უნდა შემწვანელოს. მადლობა კითხვისთვის, კეთი. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ეროვნულ ბანკს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის და ძალიან მიხარია, რომ ამ ფორმატში მაქვს საშუალება, რომ ქართულ ემიგრანტებს ვესაუბროთ და თან მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე. სანამ უშუალოდ გიპასუხებთ კითხვაზე, რომ რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ საბროკერო კომპანია, გაქვთ თუ არა რაიმე შეზღუდვები, ცოტა დიდი სურათიც რო დაგანახოთ და TBC კაპიტალზეც რო ორი სიტყვა გითხრათ, მე წარმოვადგენ საბროკერო გუნდს, თუმცა TBC კაპიტალი არის საინვესტიციო ბანკი, ერთ-ერთი მოწინავე საქართველოში და მე ვიტყოდი რეგიონშიც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და გამომდინარე რა ტიპის კლიენტთან გვაქვს შეხება, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები განსხვავდება. 4 ძირითადი მიმართულება არის, ერთი, რაც დავითმას დაფარა, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ ბაზარზე ემიტენტებს, რომ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ სახსრები, ჩვენი კაპიტალის ბაზრის გუნდი. გვაქვს ასევე ცალკე კვლევების მიმართულება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რაც რეგიონალური coverage, მაკრო თუ სექტორული მიმართულებებით. და ასევე ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს იგივე წილის გასხვისებაში, სხვა აქტივის გასხვისებაში და ბოლოს ყველაზე ალბათ საინტერესო ჩვენი აუდიტორიისთვის არის საბროკერო საინვესტიციო მიმართულება, სადაც კლიენტის მიზნებიდან გამომდინარე, მისი რისკის პროფილიდან გამომდინარე, შეგვიძლია რომ მიცეთ საინვესტიციო რჩევა და მასთან მორგებული რაღაც საინვესტიციო პროდუქტები შეურჩიოთ. იმისთვის რომ ჯერ კითხვას გავცე პასუხი, რომ თქვა რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს თუნდაც დამწყებმა ინვესტორმა სანამ შეარჩევს საბროკერო კომპანიას და რა შეზღუდვები ექნება, ალბათ უნდა ამოვიდეთ კეთი, რომ თქვა რა არის თავი ღირებულებები, რაც ჩვენ მოხმარებას უნდა შევთავაზოთ. და რა ღირებულებები უნდა მიიღოს საბროკერო კომპანიისგან. პირველი ჩემი აზრით, სანამ ვისაუბრებთ აქციებზე, ობლიგაციებზე, ფონდებზე, პირველი არის რომ ყველაფერი იწყება საინვესტიციო რჩევით, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კეთილგონიერი და ნებისმიერი ჩვენი პირველი შეხება კლიენტთან იწყება კლიენტის მიზნების შესწავლით. და როდესაც თქვენს გადაწყვეტთ ინვესტირებას, პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ, თქვა რა რისკის აღება გსურთ, რა ვადით გინდათ ინვესტირების განხორციელება, რა არის მიზანი. იმიტომ გამომდინარე მიზნიდან პირობითად შეიძლება საპენსიო ასაკისთვის ზოგადად შეიძლება შვილის განათლებისთვის, შეიძლება უბრალოდ რაღაც ერთი წლის თანხის გადადება გსურდეთ, რადიკალურად განსხვავდება ის საინვესტიციო პროდუქტები, რაც თქვენ უნდა შეარჩიოთ და თქვენ ასე ვთქვათ რისკის პროფილს შეეფერება. ამიტომ
მთავარი ღირებულება, რაც საბროკერო კომპანიამ უნდა შემოგთავაზოთ, არის რომ სწორად თქვენზე მორგებული, ესე ვთქვათ, სერვისები მოგაწოდოთ და პროდუქტები და შემდეგ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საინვესტიციო პროდუქტები. დავითმაც ახსენა და ჩვენთანაც იგივე არის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გლობალურადაც აქციები იქნება, ობლიგაციები იქნება, ფონდები, ჩვენს კლიენტებს აქვს საშუალება, რომ პირდაპირ ეს იქნება მობილური აპლიკაცია, მობაილ ბანკიდან თუ იგივე TBC კაპიტალის ტრეიდერიდან პირდაპირ ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინვესტიციების განხორციელება. ამიტომ და განსაკუთრებით მიგრანტებისთვის მეც დავითის მსგავსად რამდენიმე წელი მომიწია მიგრაციაში ცხოვრება და მგონია რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ადრეული ეტაპიდან თუ არის საშუალება დაიწყოთ თანხის დაზოგვა და ინვესტირება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მიგრაციაში მიდის დიდი ალბათობით პირველ რიგში ეთიშება საპენსიო სქემა საქართველოში, უცხოეთში შეიძლება რაღაცა პერიოდის დაჭირდეს რომ უკვე ახალ სქემაში ჩაერთოს, ამიტომ ჭირდება რომ თავის დანაზოგზე იზრუნოს, რომ იგივე სამშობლოში დაბრუნება იქნება თუ სხვა მათი მიზნებს უფრო რაღაცა მომზადებული შეხვდეს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მე გამოვყოფდი შემდეგ კრიტერიუმებს, რითიც უნდა იხელმძღვანელოს. პირველი არის სანდოობა და ეს ბიზნესი თავიდან ბოლომდე დგას ნდობის ფაქტორზე და ის საბროკერო კომპანია, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე შეარჩევენ, თუ თქვათ იგივე საერთაშორისო ბაზარზე, აუცილებელია რომ მრავალწლიანი ინსტიტუციური გამოცდილება ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში რეგულატორის როლი, რაც საქართველოში მე ვიტყოდი ერთ-ერთი უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ჩვენი რეგულაციები თანხმდრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან და ინვესტორი ამ ნაწილში ბევრად უფრო დაცულად შეუძლია რომ იგრძნოს თავი. მეორე კრიტერიუმი, რაც ასევე არის, ესე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა სერვისის. ჩვენ ადაკეთი შეკითხვას რომ დაუბრუნდე, ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც დავისახეთ და ბოლო 2 წელი არის ამ სტრატეგიულ მიზანს მივყვებით, ანუ ინვესტიციები მაინც იყო დაკავშირებული უფრო ექსკლუზიურ სერვისთან. იგივე wealth management-ის კლიენტებს ჰქონდათ რაღაც რამდენიმე წლის უკან უფრო ამ სერვისებზე წვდომა და ნაკლებად დამწყებ ინვესტორს. ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილი არის ნებისმიერი თანხით. ეს თანხა შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, რაღაც $1-დან კი შეგიძლიათ რომ TBC Mobile Bank-ში ან ნებისმიერ სხვა საბროკერო კომპანიაში მარტივად გახსნათ საბროკერო ანგარიში და თქვენი პირველი მინიმალური ინვესტიციების განხორციელება შეძლოთ. მიმდინარე წელს ვეცადეთ რომ ეს პროცესი, რაც ვთქვათ, წლების წინ შეიძლება უფრო სოფისტიცირებული ინვესტორებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეხლა პორტფელის მართვის სერვისი იგივე ჩვენ ციფრულ პლატფორმებზე არის ხელმისაწვდომი, რამდენიმე კითხვას გაცემთ ციფრულად პასუხს, რა თანხა გინდათ დაზოგოთ, რა ვთქვათ, ვადიანობით და შემდეგ მასზე მორგებულ, ესე ვთქვათ, პორტფელს გთავაზობ თვითონ აპლიკაციას. ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ხელმისაწვდომობა ზოგადად სოფლიოში და დემოკრატიზაცია ინვესტიციების მატულობს და ეს ტრენდი ცალსახად საქართველოშიც იგრძნობა. ამიტომ მეორე კრიტერიუმი მივიტყოდი, რომ მარტივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მანძილიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი მიგრანტები საზღვარგარეთ არიან, ციფრული პროდუქტებით უნდა შეძლოთ, რომ იგივე თქვენ account statement-ი იქნება თუ სხვა სახის რაღაცა ტრანზაქციული ინფორმაცია, მარტივად შეძლოთ, რომ მიიღოთ წვდომა და მე მგონი ეს უკვე დღეს შესაძლებელი არის. ხარჯებს რაც შეეხება, მე ვიტყოდი, რომ სხვადასხვა პროდუქტი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხარჯებთან არის ასოცირებული. თუმცა იგივე აქციების შემთხვევაში ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ, ჩვენთან მაგალითად სრულად უფასო არის TBC Mobile Bank-ში პირველი ინვესტიციების განხორციელება. ამიტომ მაგ ნაწილშიც ბარიერები რაც შეიძლება შემცირებულია და საქართველოში საკმაოდ რაც კონკურენტული ფასები გვაქვს, იგივე გლობალურ მოთამაშეებთან შედარებითაც. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩემი აზრით ჩვენს მიგრანტებს შეიძლება დააინტერესოთ, არის რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ ინვესტირებას, პირობითად სახელმწიფო ობლიგაციებში საერთაშორისო, თუნდაც ფონდებში, აქციებში, საინვესტიციო პროდუქტების გადატანა ნებისმიერ სხვა საბროკერო კომპანიაში ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ანუ თქვათ თუ პირობითად ცხოვრობთ ამერიკაში და იქაც ამერიკაში საბროკერო ანგარიში გახსენით, აი განსხვავებით იგივე საბანკო პროდუქტებისგან, სადაც მიბმულობა ფინანსურ ინსტიტუტთან უფრო დიდი გაქვს, აქ ბევრად უფრო მობილური არის და შეგიძლიათ რომ იგივე აქტივები საზღვარგარეთ გადაიტანოთ და ბევრად უფრო მეტი მოქნილობა გვაქვს მართვაში.
და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, იმიტომ რომ როდესაც თქვენი მრჩეველი, თქვენი ბროკერი გთავაზობთ პროდუქტს, თუ მხოლოდ პირობითად რო ვისაუბროთ, რომ მხოლოდ ერთი რისკის ჯგუფის აქტივების შემოთავაზება შეუძლია თქვა ადგილობრივი ობლიგაციების ნაკლებად ხარ დივერსიფიცირებული. ამიტომ აუცილებელია რომ ბროკერმა რაც შეიძლება ფართო სპექტრი შემოგთავაზოთ და ჩვენ ამ ნაწილში ვცდილობთ რომ როდესაც კლიენტი მოდის, აი რაღაცა გეტყვით პროცესი როგორი არის, ძალიან მარტივად ხდება, როგორც გითხარით, საბროკერო ანგარიშის გახსნა, შემდეგ პირველი შეხვედრა ხდება, სადაც თქვენი ბიზნესის შესახებ უფრო გსურს ინფორმაციის მიღება, რომ შემდეგ თქვენზე მორგებულად ვიცოდეთ, რა რისკიანობის პროდუქტი შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო და უშუალოდ ინვესტიცია, როგორც ვახსენე, ნებისმიერი თანხით შეგიძლიათ რომ დაიწყოთ. ამიტომ მოკლედ აი ესე შევაჯამებდით თქვენ კითხვაზე პასუხს და დამატებით კითხვების შემთხვევაში შემიძლია კიდევ ბატონო ბაქარ ძალიან დიდი მადლობა ბაქარმაც აღნიშნოთ ჩვენმა სხვა პანელისტებმაც რომ წლებისგან ბოლო წლებში განსაკუთრებით საკანონმდებლო ბაზასთან ერთად ბაზარიც უფრო დივერსიფიცირებულია და სხვადასხვა პროდუქტებს თავაზობენ და ერთ-ერთი ასეთი არის მაგალითად საინვესტიციო ფონდები, რომელსაც თუ არ ვწდები და ზოგადად ფონდებს დამწყებ ინვესტორებს თავაზობენ ხოლმე უფრო ხელსაყრელ ალტერნატიული მეთოდი არის ინვესტირების. აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა ვეკოს დავუსვა შეკითხვა დოდაშვილს აი რომელიც Foresight Investment Groups წარმოადგენს. აი რა სერვისებს თავაზობთ თქვენ ბაზარს და ზოგადად აი ფონდები რას თავაზობენ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი ამ კონკრეტული სეგმენტისთვის, ემიგრანტებისთვის. ვეკო. მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით და პირველ რიგში ემიგრანტებს მიულოცავ ემიგრანტთა საერთაშორისო დღეს. ძალიან საინტერესოა ზოგადად ის პროდუქტები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ემიგრანტებს, იმიტომ რომ დიდი დაინტერესებაა ხოლმე, მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ თვითონ Foresight Investment Group-ი არის ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია და როგორც აი თუნდაც საბროკეროების ნაწილში აღნიშნეთ, ძალიან ხშირად ეს ტერმინები არის ისეთი სიტყვები, რომელიც უკან რადგას ხშირად რთული გასაგებია ხოლმე, იმიტომ რომ მაინც ეს საკანონმდებლო ჩარჩოც საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით სულ რაღაც 4-5 წელია არსებობს და აქტიურად გამოიყენება საქართველოში. ამიტომ ცოტა მეც ვიტყვი თვითონ ჩვენზე, ანუ რას ვაკეთებთ როგორც აქტივების მმართველები და გადავალ მე საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებულ საქმიანობაზეც. ზოგადად აქტივების მმართველები ვინ არიან? ანუ არიან იურიდიული კომპანიები, იურიდიული პირები, რომლებიც საინვესტიციო ფონდებს მართავენ. ანუ საინვესტიციო ფონდებს ქმნიან, მათ საინვესტიციო პოლიტიკას უდგენენ და მათ პორტფელს, ანუ საინვესტიციო პოლიტიკის მიხედვით მართავენ, ისევე როგორც რისკებს. ეს არის ძირითადი საქმიანობა, თუმცა აქტივების მმართველი კომპანიები გარდა ამ საინვესტიციო ფონდების პორტფელის და რისკების მართვის შეუძლიათ, რომ დამატებით ვთქვათ ბუღალტრული მომსახურება გაუწიონ, იურიდიული მომსახურება გაუწიონ და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა დამატებითი საქმიანობა განახორციელონ. ზოგადად, ანუ ეს აქტივების მართვის ბიზნესი, ანუ საინვესტიციო მიმართულებით 19 საუკუნეში დაიწყო ბრიტანეთში. ეს ძალიან საინტერესო ფაქტი არის, იმიტომ რომ რეალურად დიდი ისტორია აქვს ამ ბიზნესის მართვას, არსებობს ის ძირითადი პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც ეს ყველაფერი იმართება და ეს საუკეთესო პრაქტიკა, მინდა ვთქვა, არა მარტო სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილში, საქართველოში უკვე ძალიან ესე აქტიურად ვიყენებთ ის აქტივების მმართველები, რომლებიც ამ ეტაპზე ბაზარზე ფუნქციონირებთ და ვიტყოდი, რომ პრინციპში ახლა ახლანდელი მდგომარეობით საქართველოში სამ აქტივების მმართველ კომპანიას გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ საჯაროდ რეალურად შესათავაზებელი პროდუქტები შევქმნათ, ამას ესე ავტორიზებულ ფონდებს ვეძახით და Foresight-ს აქვს ის პატივი, ამ მხრივ და პრივილეგიაც, რომ მართავდეს ერთადერთ საჯარო, ანუ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს საქართველოში, Foresight-ის ლარის ფონდს. თუმცა მე ემიგრანტების
მიმართულებით უფრო ემიგრანტებისთვის რაც შეიძლება იყოს საინტერესო, ერთია ვთქვათ ლარში დანაზოგს ვინც აკეთებს და ვთქვათ აინტერესებდეს ლარში არსებული შეთავაზებები საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მართავთ ყველაზე მეტ საინვესტიციო ფონდს, მათ შორის დოლარში დენომინირებულ და ევროში დენომინირებულ ფონდებსაც, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი ინტერესით სარგებლობენ ემიგრანტებში მისი ამონაგებიდან გამომდინარე, რომელიც ეს ფონდები, სხვადასხვა ფონდები 8-დან 11%-მდე საშუალო ამონაგებს წლიურს სთავაზობს ინვესტორებს. ევროს ფონდი დაახლოებით 7%-ის ფარგლებში არის. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კვარტალურად და ყოველთვიური, ესე რომ ვთქვათ, დარიცხვასაც ვთავაზობთ ამონაგების, ეს არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, მიმზიდველი პროდუქტი დამზოგველებისთვის, მით უმეტეს, ვინც ემიგრაციაში იმყოფება. აქვე ვიტყვი, რომ ეს საინვესტიციო ფონდების საქმიანობის ნაწილში ეს აქტივების მმართველები ჩვენ ვქვნით ამ ფონდებს ვმართავთ, ხო? ამას რეალურად, როგორც ბაქარმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს, ნებისმიერ ფინანსურ, ესე რომ ვთქვათ, პროდუქტს ჭირდება უკან, რომ გქონდეს რაღაცა სანდოობის ნაწილი. ამ სანდოობის ნაწილთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ პროცესი, რომელსაც გავდივართ აქტივების მმართველები და გადიან მანამ სანამ შესაძლებლობა იქნებათ განახორციელონ ეს საქმიანობა, დავით ახובה, საკმაოდ ხანგრძლივი არის ეს პროცესი, საკმაოდ დეტალურად ისწავლის ეროვნული ბანკი, მათ შორის იმ ადამიანების გამოცდილებას, განათლებას და კვალიფიკაციას, ვინც უნდა მართოს ესეთი პროდუქტები და შესაბამისად საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, დიდი ნდობის გამოცხადებაა ხოლმე მათ შორის მარეგულირებლის მხრიდან, რომ მოგცენ საშუალება მართო ასეთი ინსტიტუტები საინვესტიციო ფონდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მოკლედ თვითონ Foresight-ის მხრიდან ჩვენ მართავთ 5 საინვესტიციო ფონდს, მათ შორის ერთი, როგორც ვთქვი, არის ლარის ფონდი, რომელიც საჯარო ფონდი არის და ციფრული პორტალის მეშვეობით, ანუ ჩვენი პორტალის მეშვეობით ჩვეულებრივად, ანუ ციფრულად შეუძლიათ, რომ გაიარონ დისტანციურად, ესე რომ ვთქვათ, დისტანციურად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე იურიდიული პირები, ეს ამ მხრივ არ უქმნის არანაირ შეფერხებას არ ქმნის რეალურად მათ შორის ემიგრანტებისთვის, მათ უნდა გქონდეთ რეალურად ან საქართველოს ან მოქალაქეები უნდა იყვნენ, ან რეზიდენტობა ყოველ შემთხვევაში შენარჩუნებული უნდა გქონდეთ, ამ შემთხვევაში ასე მიდის პროცესი და ჩვეულებრივად ციფრულად გაივლიან იდენტიფიკაცია, ვერიფიკაციას და შემდგომ უკვე შეუძლიათ, რომ დაიწყონ ინვესტირება მათთვის ასურველ პროდუქტში. თუმცა რა თქმა უნდა, ანუ პროდუქტების მიხედვით გვაქვს მცირე შეზღუდვები წლომის ნაწილში, ამას ვიტყოდი, იმიტომ რომ არის ფონდები, რომლებიც თქვათ განკუთვნილი არის უფრო მეტად დიდი შემოსავლის ქონე მარტივად რო ავხსნა, ან თქვათ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირებისთვის. თუმცა არის რა თქმა უნდა ფონდები და მათ შეუძლიათ, რომ ჩვენს გვერდზეც ნახონ ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არის. შესაბამისად, ანუ გარდა იმის, რომ საინვესტიციო ფონდებს მართავენ აქტივების მმართველი კომპანიები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომელიც ასევე მარეგულირებელთან ერთად თანხდება და თითოეულ, ანუ ამ აქტივების მმართველ კომპანიას, ვინც ახლა ვართ ბაზარზე, რეალურად თითოეულ ამ პროდუქტთან დაკავშირებით ვიღებთ კიდევ ერთხელ თანხმობას და ვათანხმებთ ამას მარეგულირებელთან. შეიძლება გავცეთ ინდივიდუალურად, ანუ თუნდაც საინვესტიციო რჩევების გაცემის საშუალება შეიძლება გქონდეს, ასევე კერძო საპენსიო ფონდების მართვის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ბიზნესი და ამით დავასრულებ და აღარ გავაგრძელებ, ანუ ეს ბიზნესი აქტივების მმართველების საინვესტიციო ფონდების მართვის ნაწილში საქართველოში ფაქტობრივად ბოლო უკვე 4 წელია ძალიან აქტიურია, ძალიან წარმატებულია, მათ შორის Foresight იყო ერთ-ერთი პირველი ასეთი კომპანია საქართველოში და მოკლედ მე მგონია, რომ ემიგრანტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ დაინტერესდნენ, თქვათ, უძრავი ქონებაში ინვესტირებით, რომელიც ასეთი პოპულარული იყო საქართველოში ამ დრომდე, არამედ გააკეთონ დანაზოგი და უკვე ჩადონ, ესე რომ ვთქვათ, თავიანთი დანაზოგი საინვესტიციო ფონდებში, რომელიც საკმაოდ მიმზიდველ პირობებს თავაზობს არა მარტო ემიგრანტებს, არამედ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც ინვესტირების დაწყებით არის დაკავებული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ვეკო არშემილი არ აღნიშნო ასევე, რომ თქვენი გარდა
წმინდა საინვესტიციო საქმიანობისა ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ საგანმანათლებლო მიმართულებითაც და არანაკლებ მნიშვნელოვანი და ფასეული არის ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა იწყებს, იმიტომ რომ ნუ სკოლაში არავის უსწავლებია ჩვენთვის დაზოგვა და მე ინვესტირება, აი ეს ფრაგმენტულად და ვაგროვებთ ინფორმაციას, რომ ეს საბოლოო ფაზი შეიკრას და თქვენი ყველა პროექტი და პროდუქტი, რასაც განხილვის მიმართულებით აკეთებთ, ძალიან ღირებულია და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. მადლობა, ქეთი, გავაგრძელებთ გვირდებით ამ ნაწილშიც მომხატველობას. იმედი მაქვს, მადლობა. ბატონ დავით აბესაძეს მინდა დაუბრუნო რისკები ახსენა და ჩვენ ზოგადად რჩევას როცა ვაძლევთ ხოლმე ან რჩევის სახით რაღაცაზე ვესაუბრებით საზოგადოებას მათ შორის ემიგრანტებსაც ყოველთვის ვეუბნებით რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ შეაფასეთ ალტერნატივები გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ რაღაც საფუძვლებზე, რაღაც კრიტერიუმებზე დაფუძნებით. ბატონ დავით, აი როგორ უნდა შეაფასონ ალტერნატივები და როგორ უნდა მიიღონ ეს გონივრული გადაწყვეტილება ადამიანებმა, რომლებიც გადაწყვეტეს, რომ საინვესტირება განახორციელონ, თავისი დანაზოგი, ესე ვთქვათ, რაღაც ინვესტიციებაში მიმართონ. დიახ, მადლობა კითხვისთვის. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ალბათ პოტენციალური ინვესტორები, ისეთი შეიძლება ადამიანური ცდუნების მიმართ, როგორიც არის სწრაფად ფულის შორის ცდუნება, ესეთი რაც შეიძლება ადამიანური ცდუნებად შორის ერთ-ერთი იყოს, ასეთმა ცდუნებამ შეიძლება დიდი ზიანი ფინანსური ზარალი მიაყენოს პოტენციურ ინვესტორს. უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალ პოტენციურ მოგებას ახლავს როგორც წესი მაღალი რისკი. და მაგალითად თუ კი ვინმე გვთავაზობს მოკლე დროში დიდ ფინანსურ სარგებელს და ურისკოთ, ეს მის მანიშნებელია, რომ შესაძლოა თაღლითობასთანაც კი კონტესტ შეიძლება საქმე. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ზღვარ ინვესტირებასა და ასე ვთქვათ თამაშს შორის, როდესაც განსაკუთრებით ისეთ აქტივებში სრულს თანხის ინვესტირება, რომლის ფასით შეიძლება მერყეობდეს და თქვა 20 ან 30%-ით გაიზარდოს ან შემცირდეს მოკლე პერიოდის განმავლობაში პირობითად ხომ, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მაღალია რისკი, რომელსაც ჩვენ წევთ და შეიძლება ჩვენი საკუთარი საჭიროებებით არ იყოს გამართლებული აღნიშნული რისკის გაწევა. საჭიროებებში გულისხმობ ჩვენი ფინანსური საჭიროებები, ასევე ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, რაც გაგვაჩნია. ნებისმიერ სახის აქტივებში ინვესტირება შესაბამისად რისკებთან არის დაკავშირებული და მოკლედ ვიტყვით რა ტიპის რისკები შეიძლება იყოს. და მათ შორის ეგრეთ ისეთი აქტივებიც კი, ისეთი ფინანსური პროდუქტებიც ან ფასიან ქაღალდებიც, რომლებიც როგორც წესი მიიჩნევა შედარებით უსაფრთხო აქტივებად, უსაფრთხო დაზოგვის საშუალებებად, ისინიც კი რისკის მატარებელია. მაგრამ რა თქმა უნდა რისკების ზღვრებს შორის განსხვავება არის. ყველა პროდუქტს თავისი საკუთარი რისკი აქვს. აქციების ყიდვისას მაგალითად ან აქციების ყიდვა შეიძლება იყოს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ, ეგრეთ წოდებული საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდები არსებობს, ეგრეთ წოდებული exchange traded funds. საქართველოშიც ქართველი ინვესტორებისაც არის ეს ადგილობრივ ბაზარზე გულისხმობ ადგილობრივი ფასიან ქაღალდების ბაზრის შუამავლების და ადგილობრივი საბროკერო კომპანიების და კომპანიების მეშვეობით ხელმისაწვდომი ასეთი ინსტრუმენტები, ეგრეთ წოდებული ETF-ები, რომლებიც ინვესტორებს აძლევენ საშუალებას, რომ კონდეთ თომა აქციებზე არაპირდაპირ, კერძოდ საინვესტიციო ფონდი აინვესტირებს მოზრდილი ინვესტორებისგან მოზრდილ სახსრებს აქციების, კონკრეტულ აქციებში, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ყველაზე საუკეთესო ამერიკული კომპანია, ხო მაგალითად და შესაბამისად დივერსიფიცირების უფრო მაღალ, უფრო მეტ შესაძლებლობას თავაზობს ეს ინვესტორს. თუმცა ინვესტორი ყოველთვის უნდა იყოს გაამახვილოს ყურადღება, თუ კი ასეთ საინვესტიციო ფონდში აკეთებს ინვესტირებას, რომლის უკანაც დგას სხვა კომპანიები და რომ
რა ტიპის კომპანიები არის ამ შემთხვევაში, როგორი არის კონკრეტული თქვათ ინდექსი და მაგალითად სექტორული დივერსიფიკაცია, როგორი არის, ამდენად მისაღებია ეს ინვესტორისათვის, ხო? ამ შემთხვევაში თუ მაგალითად ინვესტორს უნდა რომ დაინვესტიროს თანხა მაგალითად ფარმაცევტულ სექტორში, გასაგებია რომ ამ შემთხვევაში ისეთი ETF, ისეთი exchange traded fund-ი არ უნდა შეარჩიოს, რომელსაც high-tech ინდუსტრიაში აქვს რეალურად განაწილებული სახსრები ინვესტორების და high-tech ინდუსტრიის აქციებში აქვს დაინვესტირებული თანხა. აქციების შემთხვევაში, ანუ აქციებზე შეგვიძლია პირდაპირაც გავაკეთოთ ინვესტიცია, ასევე არაპირდაპირაც, ხო? ასევე შეიძლება ობლიგაციებში შეგვიძლია პირდაპირ ვიყიდოთ ობლიგაცია, შეიძლება ვიყიდოთ საინვესტიციო ფონდი, რომელიც თავისუფლად მე აინვესტირებს თანხებს ობლიგაციებში. ესეც იქნება ობლიგაციების ინდექს ფონდი ერთგვარი. შეიძლება აქციის ფასი შემცირდეს, ან ნებისმიერ კომპანიას ეს ახასიათებს, შეიძლება კომპანიის მომგებიანობა შემცირდეს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და კომპანია თუ კი წარუმატებელი ან თუ კი მისი მომგებიანობა მცირდება შედარებით წინა პერიოდისა, ამას როგორც წესი შეიძლება მოხდეს აქციის ფასის შემცირება. ასევე გარდა იმისა, და აქციის ფასის შემცირება, ასევე შეიძლება კომპანიამ ვერ შეძლოს შესაბამისად დივიდენდების განაწილებაც. ეს შეიძლება სტანდარტული რისკი რეალიზდეს, როცა აქციებში ვაკეთებთ ინვესტირებას. ობლიგაციების შემთხვევაში უფრო ყურადღებას ვამახვილებთ უფრო მეტად რისკზე, რომ კომპანია გაკოტრდეს. და თეორიული ალბათობის გამორიცხვა შეუძლებელი, ანუ არც ერთი კომპანია არ არსებობს, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეორიული რისკიც კი არ არსებობს მისი გაკოტრების. შესაბამისად, ინვესტორმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბროკერო კომპანიების როლი, რომლებიც აძლევენ წვდომას ინვესტორებს აღნიშნულ პროდუქტებზე. კომპანიის რისკის პროფილი როგორი არის, ხომ? რა მახასიათებლები აქვს ამ ობლიგაციას? რიგითობის მიხედვით, ხომ? ობლიგაციაში როდესაც ვაინვესტირებ თანხა, შეიძლება ეს ობლიგაცია იყოს სუბორდინირებული კომპანიის სხვა ვალდებულებების მიმართ და შესაბამისად თუ კომპანია გაკოტრდა, მაგალითად შეიძლება სხვა კრედიტორები უფრო უპირატესად დაკმაყოფილდნენ. ხომ? შესაბამისად საკრედიტო რისკს ვეძახით ამას ფინანსებში, ანუ რა, საკრედიტო რისკის პროფილი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის. ანუ რამდენად კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ ფული რომ მივასესხე ობლიგაციის ყიდვით, რომ ეს ფული მან დამოიბრუნოს და ასევე კუპონებიც გადაიხადოს. განსხვავებით აქციისგან, როდესაც კომპანია შეიძლება არც გადაუხადოს დივიდენდი, თუ კი მოგება არ აქვს კომპანიას, ან თუ მოგება შემცირდება. შეიძლება საერთოდ უარით თქვას დივიდენდის განაწილებაზე კომპანიამ ობლიგაციის შემთხვევაში, როგორც წესი სტანდარტული ობლიგაციის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ პერიოდული პროცენტი გადაუხადოს ინვესტორს. შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეფასდეს კომპანიის უნარი, რომ ვალი დააბრუნოს. და როგორც თქვი, აბსოლუტური დაზღვევა ამისი არ არსებობს, რომ კომპანია აუცილებლად დააბრუნებს ვალს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა იმისა გავზომოთ კომპანიის უნარი არსებული ინფორმაციას დაყრდნობით, რამდენად იგი შეძლებს ვალის დაბრუნებას. ასევე, რა თქმა უნდა, სხვა დამატებითი პირობების მატარებელი შეიძლება იყოს როგორც აქცია, ისე ობლიგაცია, ასე სტანდარტულად ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინვესტორმა უნდა გაამახვილოს ყურადღება კონკრეტული პროდუქტის ფასიანი თაღლების პირობებზე, რა დამატებით პირობებს შეიცავს ის, რაც შეიძლება გარდა იმისა, რომ თქვათ უკავშირდებოდეს სარგებელს ინვესტორისათვის, შეიძლება და სარგებლის საპირწონედ ის ასევე, რა თქმა უნდა, მოიაზრებს როგორც წესი რისკსაც. ასევე ბოლოს ვიტყვი, მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება. ინვესტორები როგორც რისკის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და შესაბამისად ამ კუთხით ძალიან რა თქმა უნდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ლიცენზირებული შუამავლების ჩართულობა და როლი მათ მიერ რჩევის მიცემა ინვესტორებისათვის, როგორი დივერსიფიკაცია არის მიზანშეწონილი კონკრეტული ინვესტორისათვის. შეიძლება მაგალითად კონკრეტული ინვესტორისათვის ოპტიმალური ასე ვთქვათ დივერსიფიკაცია იყოს, არ მინდა ისეთ ტერმინები გამოვიყენო, რომლებიც უფრო პროფესიული ჟარგონი არის და უფრო მინდა რომ ასე ვთქვათ საყოველთაო ტერმინებით ვისაუბრო. ისეთი კალათა შეიძლება შეარჩიოს ინვესტორმა, სადაც იქნება მაგალითად ობლიგაციები, მაგალითად ნახევარი ობლიგაციები უხეშად და ნახევარი აქციები.
სწორი დივერსიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია რომ კონკრეტული აქტივებთან დაკავშირებით განცდილი ზარალი ხომ და როგორც თქვი აბსოლუტური გამორიცხვა იმისა რომ შეიძლება ინვესტორმა იზარალოს შეუძლებელია ხომ შეიძლება დააბალანსოს ეს ზარალი მეორე აქტივების სხვა დანარჩენი აქტივების მხარეს მიღებულმა ფულადმა ნაკადებმა და მიღებულმა მოგება. ამიტომაც დივერსიფიკაცია ინვესტირების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება და მოუწოდებდი ყველას ვინც დაინტერესებული ინვესტიციებით რომ მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციოს სწორედ დივერსიფიკაციის საჭიროებასაც ინვესტირების დროს. აი ეს მინოდა რა თქმა უნდა დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კეთი მოწვევისათვის და შესაძლებლობის მოცემისათვის. მადლობა დავით რა თემითაც დაასრულე იმითი მინდა გავაგრძელო ეგ თემა გავაგრძელო იმიტომ რომ ჩვენთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ამ დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით რომ აი როგორ გავანაწილო რისკი ან ნაკლებად რისკი ან თუ მთლიანად რისკი ან მთლიანად ურისკოში აქ საუბარი განსაკუთრებით ახლა გვაქვს იმ დანაზოგებზე რომლებიც ადამიანებმა დააგროვეს და დაზოგეს საკმაოდ მძიმე ფიზიკური თუ ემოციური შრომის შედეგად რა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სწორი რჩევა მივცეთ მესმის რომ არ არის რაღაცა ესეთი ფორმულა არ არსებობს ამისთვის მაგრამ აი რა შეიძლება დავით ნიშნიანიძეს მიდავთხოვო აი გამოცდილებაზე დაფუძნებით რასაც თქვენ უყურებთ ამ ბაზარს აი რა რჩევას მისცემდით მომხმარებელს როგორ გააკეთოს აი რა ოქროს წესი თუ არსებობს დივერსიფიცირების ანუ ესე ვთქვათ აი მეც აღარ მინდა უცხო სიტყვებს შევყვე დანაზოგების გადანაწილების საინვესტიციო თანხის სხვადასხვა კალათაში გადანაწილების მე მგონი ბატონმა დავითმა გამიადვილა უკვე ჩემ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ბევრი უფრო კონკრეტიკად თუ არის შესაძლებელი. მაკეტკენაც წავიყვან კი, იმიტომ რომ რეალურად მე მგონი რომ უნდა ვილაპარაკოთ კი ეგეთ ტერმინოლოგიებზე, თითოეულ სფეროს ბუნებრივია თავისი ტერმინოლოგიების ცოდნა თან მოყვება. ესე რომ დივერსიფიკაცია ჩვენ სფეროში მაგალითად ერთ-ერთი ის ტერმინოლოგია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიცოდეს. მაგალითისთვისაც რომ ვთქვათ, ანუ რეალურად აი ნათქვამიც რო არის, რომ აი ყველა კვერცხს ერთ კალათაში ნუჩადება, ხო? ვთქვათ, უნდა გადაანაწილო, ანუ აზრობრივად, გონებრივად რეალურად მაგას ნიშნავს სწორედაც, რომ ვთქვათ, დივერსიფიკაცია, რაც არის პირველი, ანუ ერთადერთი ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც საქმე ეხება რაღაცა დაგროვებული თანხის ინვესტირებას. მეორე ნაწილი რეალურად არის ამომავალი წერტილი ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან არის ის, რომ ვთქვათ, როგორი ტიპის, ასე რომ ვთქვათ, თვითონ ინდივიდი არის, ხო, ვთქვათ, თუნდაც იქიდან დაწყებული, რომ აი ინვესტორი არის თუ ტრეიდერი, ხო, რამდენად გათვითცნობიერებული არის აი ამ ვთქვათ ფინანსურ სფეროში ან არ არის გათვითცნობიერებული ფინანსურ სფეროში. ინვესტირება უნდა რომ გააკეთოს, ვთქვათ, მოკლევადიანი მიღების მიზნით, თუ ინვესტირება უნდა გააკეთოს, ვთქვათ, იმ დანაზოგების პერსპექტივიდან, რომ ვთქვათ, პირობითად ბავშვის სწავლისთვის შეინახოს თანხა, სახლისთვის შეინახოს თანხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად აზრობრივად ჯერ გებულობთ, თქვათ, როგორი ასე რომ ვთქვათ, ფილოსოფიის მატარებელი არის მომხმარებელი და თქვა რა მიზნები აქვს და მნიშვნელოვანი არის ასევე სხვადასხვა კრიტერიუმები. მაგალითად, ასაკიც ერთგვარი ფაქტორი არის, იმიტომ რომ თავისთავად ეხლა რაც უფრო გამოცდილი არის პიროვნება და თქვათ ასაკიანი, ასე რომ ვთქვათ, იმ სპეკულაციურ აქტივებში და თქვათ აქტივთა კლასებში შესვლისთვის მაინც და მაინც თავი უნდა ასე რომ ვთქვათ შეიკავოს, ხო? იმიტომ რომ ეს ის სფერო არის, სადაც რეალურად ხელმისაწვდომობა საკმაოდ ფართო არის. ანუ კლიენტს შეუძლია როგორაც ვთქვათ კონკრეტული აქცია იყიდოს და ეს კონკრეტული აქცია შეიძლება იყოს საკმაოდ ვოლატილური, ანუ საკმაოდ მერყევი, გამომდინარე თუ რა სფეროში არის დასაქმებული, თქვათ, ის კომპანია და თქვათ რა სფეროში მსახურობს ის კომპანია, ხო, აი მაგალითად შეიძლება ტექნოლოგიურ სფეროში ყოფი კომპანიის აქციის ფასი უფრო მერყევი არის, ვიდრე თქვათ არატექნოლოგიის და სხვა სფეროში და სხვა სექტორებში ყოფი კომპანიის აქციის ფასი. ეს რომ მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თვითონ ინდივიდს რა ტოლერანტობა აქვს, ну ასაკის გარდა, რაც თქმა უნდა, რა ტოლერანტობა აქვს თუნდაც რისკის მიმართ. აი თქვათ, უნდა წარმოიდგინოს, რომ მისი დანაზოგები რო შემცირდეს 10%-ით, რო შემცირდეს 15%-ით, რო შემცირდეს 30%-ით, თქვათ,
ინერვიულებს თუ არ ინერვიულებს მარტივად, ხო? მაქედან გამომდინარე მე უკვე თავის შეცნება არის პირველი ეტაპი და შემდეგ უკვე ბუნებრივი არის ის ნაწილი, სადაც უკვე ჩვენი გამოცდილებით შემოვდივართ და აი ამ ზღვა პროდუქტებიდან, რაც არსებობს, უკვე დავდივართ აი მეტნაკლებად კონკრეტულ მიმართულებამდე, რაც უკვე ინვესტორზე მორგებული შეიძლება რომ დავარქვათ. ერთ-ერთი ნაწილი ასევე თქვა აი ამ წიგნებიდანაც განაწილებას, როდესაც საუბრობენ ხშირად შეხვდებით ხოლმე რაღაცა 60-40-ის პრინციპს. ანუ მაგალითად, აი მთელი დანაზოგების 60% რო ბონდებში და ობლიგაციებში ჰქონდეს ადამიანს და 40% რო ჰქონდეს თქვა აქციებში და ფონდებში, ხო? თქვა აქციებში და ფონდებშიც კიდე შეიძლება იყოს რამოდენიმე ჩაშლები, ხო? თქვა არის ის ETF-ები, რომლებიც დავითმა აღნიშნა, არის თქვა კონკრეტული აქციები, რომლებიც ასევე არსებობს, არის თქვა ალტერნატიული, ესე რომ თქვა საინვესტიციო წყარო, მაგალითად აი commodity-ები ხო, რასაც ქვია, ანუ თქვა ოქრო, ვერცხლი, ნავთობში თქვა ინვესტირება სხვადასხვა ესე რომ თქვა მექანიზმებით და ნუ რა გარკვეული წილი პროცენტულობა ასევე რა თქმა უნდა იყოს თანხობრივადაც. ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ბაზარი კიდე ერთხელ აქციის, ზოგადად საფონდო ბაზარი მოძრაობს, ფასები მოძრაობს კომპანიის და როდესაც თქვა სასურველ ნიშნულზე ჩამოვა ფასი, მაშინ თქვა რაღაც თანხაც რო არსებობდეს, რომ თქვა კიდე რომ დაამატოს თუ ეს რომ თქვა ინვესტორს ექნება ამის აპეტიტი. ზოგადად რო შევხედოთ რეალურად აი ფასების მოძრაობას რაც შეეხება, აი საფონდო ესე რომ თქვა აქციათა ბაზარი საშუალოდ წლიურად 10-11% იზრდება. ანუ წლიურად საუბრობთ რეალურად აი ბოლო 100 წელიწადზე რო აიღო. რა თქმა უნდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რეცესიებიც იყო და რეცესიების პერიოდში მოკლედ ეს აქციები 40%-ით, 50%-ამდეც კი დაცემულა. ასე რომ მაგიტო არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავის რეალურად ამოცნობით დაიწყოს და თქვა რისკებთან მიმართებაში როგორი ტოლერანტული იქნება, თქვა მაგიდან რომ დაიწყოს. და სხვა დანარჩენი რეალურად არის ის ფაქტორები, რაც უნდა გაითვალისწინოს. თუ ჩვენც ახლა კითხვებსაც რეალურად თვალსაც რო ვავლებდი, დამწყები ინვესტორების გადმოსახედიდან სხვა შეიძლება იყოს, გამოცდილი ინვესტორების გადმოსახედიდან შეიძლება სხვა შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ არსებობს ასევე ფონდებიც, რომლებიც ვთქვათ, არ არის კონცენტრირებული მარტო ერთ სექტორზე, არ არის კონცენტრირებული მარტო ვთქვათ ერთი მიმართულებით, არამედ სხვადასხვა სექტორს ფარავს, ხო? ვთქვათ, რომელიც დამწყები არის ადამიანი და არ იცის კონკრეტულად ვთქვათ რა მიმართულებით წავიდეს, ვთქვათ, რომელი სექტორში უნდა დაიწყოს ინვესტირება, გაამართლებს, არ გაამართლებს, შეიძლება ვთქვათ აი ეს კონკრეტული ერთი ფონდი ვთქვათ იყიდოს, ანუ ფონდები იყიდოს, რომელიც რეალურად ფარავს აი სხვა რეალურად სხვადასხვა სექტორებს და ამითი მოკლედ მიიღოს ის ბენეფიტი, რა ბენეფიტსაც ესე რომ ვთქვათ ეს კაპიტალის ბაზარი ზოგადად თავაზობს, ხო, საშუალოდ 10-11%-იან ზრდას წლიურ ნაწილში, მაგრამ რა თქმა უნდა, წარსულის გამოცდილება არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ეგრე იქნება და თქვათ მომდევნო წელსაც თქვათ 10-11% იქნება, ხო? შეიძლება წლის მანძილზე უფრო მეტიც იყოს, ან უფრო ნაკლები, ეგ არის რა თქმა უნდა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გასაშუალებული შემოსავალი, რაც შეიძლება რომ ადამიანს ნუ ჰქონოდა წინა გამოცდილებიდან. ესე რომ ჩვენ შეჯამებისკენ რო წავიდეთ, რეალურად გვიყვარს ხოლმე, როდესაც კლიენტს კარგად ვეცნობით, გვიყვარს ხოლმე, როდესაც კლიენტს ვუსმენთ და შემდეგ აი ამ ინფორმაციიდან გამომდინარე უკვე მათთან ერთად საუბრობთ იმ პროდუქტებზე, რა პროდუქტებიც შეიძლება რომ მისთვის საინტერესო იყო. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის თქვა, ასაკი, ოჯახური მდგომარეობაც, საინვესტიციო თანხის მოცულობაც, რისკის მიმართ ტოლერანტობაც და თქვა მისი მოლოდინების და პრეფერენციებიც. ესე რომ საერთო ჯამში აქ არ არსებობს რაღაცა ერთი ფორმულა, რაც ყველას მოერგება, ამიტომ არის საინტერესო ეგ მიმართულება, რომ მრავალფეროვნება არსებობს და ამ მრავალფეროვნებაში ჩვენ უნდა დავიდეთ იმ მოცემულობასთან და იმ თქვათ კონკრეტულ ფასიან ქაღალდებზე, რაც ჩვენთვის იქნება, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მიზნებზე იქნება მორგებული. მადლობა დავით, ძალიან კარგი და საინტერესო რჩევები იყო.
ჩვენი მსმენელისთვისაც და ჩვენთვისაც ზოგადად ჩვენი მეორე ნაწილი რაღაც ისე წავიდა, რომ ძირითადად ინფორმაცია უფრო გარკვეულ რჩევებზე ჩამოვყალიბდით, ესე ვთქვათ რა. ვისაუბრეთ რისკებზე, დივერსიფიკაციაზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შეცდომისგან არ ვართ არავინ დაზღვეული, ხო, ყოველთვის ხდება, მაგრამ განსაკუთრებით ძიმე არის ეს, როცა ჩვენი შეცდომას მოყვება დიდი მატერიალური ან ფინანსური ზარალი. კი ვსწავლობთ ზოგადად თქვა რომ შეცდომა კარგია და მადლობა უნდა უთხრა, იმიტომ რომ ამაზე სწავლობ, მაგრამ უმჯობესი არის ეხა რომ თქვენი გამოცდილებიდან და ბაქართან მინდა გადავიდე, აი რა გავრცელებული შეცდომები არის. იმაზე რომ ვისაუბროთ, რომ აი მაგაზე ვისწავლოთ და მე ჩვენ აღარ დაუშვათ ეს. კი ბატონო, მადლობა ქეთი. წინა კითხვებში და პასუხებში ბევრი რაღაცა ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება და ნახსენები იყო, თუმცა მე რამდენიმეს კიდე ერთხელ გამოყოფდი და ხაზს გაუსვავდი. პირველ რიგში აი დავითმაც თქვა და დავითანხმები, რომ საინვესტიციო პროცესი იწყება საკუთარი მიზნების ანალიზით. არ იწყება, თქვათ, სარგებლის ძიებით, აქციების ყურებით, უძრავი ქონების ძიებით, ანუ პირველ რიგში აუცილებელი არის, რომ შენ თვითონ ჩამოყალიბდე, რომ რისთვის გინდა თანხის დაზოგვა. და ძალიან კონკრეტული რო ვიყო და მაგალითზე ავხსნა, მაგალითად თუ თქვენ თანხას ზოგავთ ძელვადიანად, აი თქვა 15 წლის პერსპექტივაში საპენსიო ასაკისთვის. ამ შემთხვევაში აქციები, რომელიც მოკლევადაში შეიძლება მერყევი იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში და აი შეხვედრის დროსაც ითქვა, რომ დაახლოებით ბოლო 20 წელსაც რო შეხედოთ 10-11% არის უკუგება, ყველაზე მაღალმომგებიანია და ზუსტად ის, რომ თქვენ მიზანს მიაღწიოთ დანაზოგის, შეიძლება აქციები საკმაოდ შეესაბამებოდეს თქვენ ასე ვთქვათ მიზნობრიობას. მეორე მხრივ, თუ თქვათ თანხა წარმოიდგინეთ, რომ თქვათ იგივე 1 წლის ვადით გადადება გინდათ, რომ აი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დაუშვებელია, რომ აქციებს უყურებდეთ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიმე კონკრეტულ თვის განმავლობაში მოხდეს დიდი ვარდნა და თქვენი დანაზოგი შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, რომ თუნდაც იგივე დეპოზიტიც განიხილოთ, ან კიდევ უფრო უსახთ, რომ მაგალითად ამერიკის სახაზინო ობლიგაციები, რაც ნიშნავს, რომ რეალურად თქვენ ამერიკის სახელმწიფოს ვალს ყიდულობთ და ინდობით იმას, რომ ამერიკის სახელმწიფოს რაც გადახდის უნარიანობის პრობლემა არ შეექმნება, რაც საკმაოდ დაბალი რისკია. ამიტომ პირველ რიგში აუცილებლად თქვენ თვითონვე შეგიძლიათ, რომ თქვენი მიზნები კარგად განსაზღვროთ და ამის მიხედვით უკვე შემდეგ მეორე ეტაპზე გადახვიდეთ ძიების, რომ შეარჩიოთ პროდუქტები. მეორე, რასაც ხშირად უშვებს ინვესტორი, განსაკუთრებით დამწყები ინვესტორი, ემოციების წინა პლანზე წამოწევა გადაწყვეტილების მიღების დროს, ხო, ანუ რამდენიმე აქ ბევრი ტიპის შეცდომა შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ალბათ გამოყოფდი, რომ აი მოკლე ვადაში სწრაფად მაღალი სარგებლის მიღება, რასაც სპეკულაცია არის, პირდაპირ თქვათ თავის სახელი დავარქვათ. და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შეიძლება იგივე შეხედოთ თქვენს თანამშრომლებს, თქვენს მეგობარს, რომელმაც რაღაცა უცბად, რაღაც აქტივი იყიდა, რომელიც იყო ძალიან მაღალრისკიანი და უცბად მაღალი სარგებელი მიიღო, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე სპეკულაციური სარგებელი და ბევრად მეტი მაგალითი გექნებათ, სადაც იგივე თქვენს ირგვლივ ადამიანებმა ამით შეიძლება ძალიან დიდი ზარალი მიიღეს. ამიტომ პირველ რიგში ასაც ურჩევდი ყველას არის ალბათ სპეკულაციური აქტივობისგან თავი შეიკავონ და ინვესტიცია არის ეს რაღაც გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც აუცილებლად წინ უნდა უძღობდეს ან თქვენი პირადი ანალიზი, ან შეიძლება თქვენი საინვესტიციო მრჩევლის და ამ შემთხვევაში საბროკერო კომპანიები შეგიძლიათ რომ დაიხმაროთ. ასევე ემოციური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ხშირად არის დივერსიფიკაცია ვახსენეთ და იგივე ვთქვათ აი აქციების მაგალითზე მარტივია ახსნა. შეიძლება ჩვენ მაგალითად რაღაც Apple-ის მომხმარებელი ვართ, iPhone-ი მოგწონს, ეს კომპანია მოგწონს და კომპანია მომწონს, ამიტომ ვაკეთებ ინვესტირებას. თუმცა ის როგორც მომხმარებელი ვაფასებ პროდუქტს და როგორც ინვესტორი, როცა ბიზნეს ცილს ყიდულობ რეალურად, როდესაც აქციონერი ხდები, რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივა არის. ამიტომ თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ თუნდაც ობლიგაციაში როცა ინვესტიციას ახორციელებთ, ანუ ვალს, ესე ვთქვათ, ცესხს აძლევთ კომპანიას, ან ცილს ყიდულობთ კომპანიაში, თქვენ იმ კომპანიის ბიზნეს მფლობელი ხდებით. ანუ მარტივი ანალოგია რო გავავლოთ, აი უხეშად რო ვთქვათ, აი თქვენს მეზობლად რო ბიზნესი იყიდებოდეს, ან ფერმა იყიდებოდეს, რა დროსაც დახარჯავდით, რომ გაანალიზოთ, ხო, რაღაცა თვითონ ბიზნესის მომგებიანობა, ფინანსური მაჩვენებლები, ბაზრის კონკურენტული რა უპირატესობა გექნებოდათ, ანალოგიურად არის საჭირო რაღაც სიღრმისეული ანალიზის ანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ამიტომ ამისთვის ერთ-ერთი თუ ამის დრო არ გაქვთ და ძალიან ბევრი ინვესტორი რა თქმა უნდა შეიძლება ეს რაღაც მაღალი პირველადი თქვა საქმიანობის სფერო არ იყოს,
ყველაზე კარგი საშუალება არის დივერსიფიცირება, ხო? ანუ ჩვენ როცა ახლა აქციებზე ვსაუბრობთ, მაგალითად S&P 500 რაღაც ესეთი ინდექსი არის და S&P 500-ის ფონდია ETF-ი, რაც რამდენჯერმე ვახსენეთ. შეგიძლიათ რომ პირდაპირ შეიძინოთ იგივე ციფრული არხებით და ეს აერთიანებს 500 ყველაზე მსხვილ ამერიკულ კომპანიას. ამიტომ ფაქტიურად თქვენი პირობითად $1000, რომელიც ამ ფონდშია ინვესტირებული, გადანაწილებული არის ამ კომპანიებში, რისკების დაზღვეული გაქვთ და აღარ გიწევს საკუთარ თითო კომპანიის ანალიზი და ამიტომ იმის მაგიროთ ვთქვათ ემოციურად რომელი კომპანია თქვენ მოგწონთ ახლა დაინვესტიროთ, ჯობია რომ დივერსიფიცირებული ფონდები, ინდექსები შეიძინოთ. ერთი ნაწილი, რასაც ასევე მე გამოვყოფთი, ინვესტიცია და დანაზოგის გეგმა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ანუ ეს უნდა იყოს დროში გაწელილი პროცესი, ანუ არ უნდა დაელოდოთ, როდის და შეიძლება ბაზარი დაეცემა თუ ბაზარზე რა ფასებია. ეს შეიძლება რაღაც ტრეიდერის საქმე იყოს, რომელსაც ეს კიდე განსხვავებული სპეციალობა და მიმართულება არის. ჯობია რომ გქონდეთ გაწერილი გეგმა, რომ თქვა ხელფასისგან რაღაცა ფიქსირებული თანხა გადავდოთ, დავაინვესტიროთ და მაგ აი 5 წლიანი გეგმა, მაგ 3 წლიანი გეგმა, ამ გეგმით მე არ უნდა ამ ადგილზე მივალ. ამიტომ აუცილებელი არის რომ დანაზოგის რაღაცა სწორი გეგმა და გრაფიკი გქონდეთ და ერთჯერად ინვესტიციის შესაძლებლობებს არ დაევალოთ. ანუ რო შევაჯამოთ ჩემი ეს სამივე ფაქტორი, რაც ვახსენე და ძალიან მარტივი მაგალითი რო გითხრათ, თითქოს არის კომპლექსური საკითხები და ეს ტერმინები, რასაც ვამბობთ, ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ შევხედოთ თუ სწორ ნაბიჯებს მივყვებით, ხო? აი პირად მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ვთქვათ, თუ გინდათ რომ თანხა დაზოგოთ თქვენი შვილის განათლებისთვის, რა, ანუ გინდათ რომ კარგ უნივერსიტეტში წავიდეს, ხო? ანუ ეგ ნიშნავს რომ გრძელვადიანი პერიოდისთვის ზოგავთ თანხას. მარტივად შეგიძლიათ რომ აი ბოლო 20 წლის მაგალითი რო აგიღოთ, ყოველთვიურად $100 რო გადადოთ აი S&P 500-ის თქვათ ფონდში, 18 წლის პერსპექტივაში დაახლოებით $60,000-62,000 იქნება დანაზოგი. ანუ იმას ვამბობ, რომ პატარა ნაბიჯებით $100 შეიძლება კიდევ უფრო პატარათი შეიძლება რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი შედეგი მიიღოთ და არ არის აუცილებელი და რაც უფრო მარტივია, რაღაცა მით უფრო რაღაცას მარტივია მე ამ გეგმის გაყოლას. ანუ არ არის აუცილებელი რაღაც კომპლექსურ პროდუქტებში თქვენვე დაიწყოთ ანალიზი, მით უმეტეს თუ ამის საკმარის გამოცდილება და ცოდნა არ გაქვთ. ჯობია რომ მარტივი გეგმა გქონდეთ და ამ გეგმას შემდეგ უკვე გეგმაზომიერად მიყვეთ. ალბათ აი მოკლედ ამით შევაჯამებდი შესწავლებს და ჩემს შევლასაც. დიდი მადლობა ბაქარ. ჩვენ მათ შორის ბავშვებთანაც უკვე აი დაზოგვის პირველ ადგილზე არის ჩვენ თითქმის ეს თემა დაზოგვის და იმიტომ რომ ეს არის ჩვევა და ქცევა რომელიც თუ ბავშვობიდანვე არ ჩამოუყალიბდა ჩამოყალიბდა მე ძალიან რთული არის ქცევის შეცვლა ადამიანების ძალიან რთული არის წლები ჭირდება და ზოგჯერ შეუძლებელია. ამიტომ როცა სკოლაში ვმუშაობ, სკოლებთან მუშაობთ და ამ სკოლებთან გვაქვს რაღაც პროექტები, აი ეს ფორმულა რო არის ბიუჯეტირების 50-20-30-ზე სადაც დაზოგვას ძალიან დიდი დანაზოგის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ ხო, აი ეგ არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გრძელვადიანად ეს შეიძლება სიბერესთან რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს უკავშირდებოდეს. მადლობა ბაქარ. ვეკომ ძალიან კარგად ერთ საკითხს მინდა დაუბრუნდა, ისაუბრა ზოგადად ფონდებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მინდა რატის ვთხოვო, რომ აი მომხმარი, იმიტომ რომ ესეთი შეკითხვებიც შემოვიდა უკვე, რომ უბრალოდ აი რა უნდა იცოდეს, რომ გონივრული ფონდების შესახებ, აი ესე ქუჩიდან მოსულმა ჩემნაირმა ადამიანმა პირობითად, რომ მისი გადაწყვეტილება გონივრული აღმოჩნდეს. აი რისი ცოდნა არის აბაზისო საჭირო, ვიდრე თქვენთან მოვა და ესეთ პერსპექტივ და კარგ წინადადებას შემოიტანს. ბატონო, მადლობა კეთი, დიდი მადლობა რომ აქვს შესაძლებლობა რომ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ დისკუსიაში და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ჩვენ Foresight-ი ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ზოგადად საგანმანათლებლო მიმართულებაში და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ვალი და ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს როგორც ადგილობრივად, ისე წასულ ქართველებს, რომ მათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ და გაიზარდოს მათი ზოგადი ცნობიერება ამ მიმართულებით. მოვიკითხავ ემიგრანტებს, მეც დავით ის არ იყოს 4 წელი ვცხოვრობდი უცხოეთში და ვიცი ეს რას ნიშნავს და უსურვებ მათ, რომ ჯანმრთელები იყვნენ, წარმატებულები იყვნენ და ვისაც სურვილი აქვს და უნდა მალე მისცემოდეთ შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კითხვას კოლეგებს
ძალიან კარგად ისაუბრეს, ძალიან ბევრ და მე ვიტყოდი თითქმის მათ მოიცვეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ზოგადად ინვესტირების დაწყებას ეხება. თუმცა მე მაინც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა. ახალი აქ არ იქნება ისეთი არაფერი, რაც უკვე ილაპარაკეს, თუმცა ვფიქრობ აქცენტირება კიდევ ერთხელ მნიშვნელოვან საკითხებზე ძალიან საჭიროა. პირველი, რაზეც ბაქარმაც ისაუბრა, დავითმაც ისაუბრა, ეს არის ზოგადად რისთვის ვაინვესტირებთ? ანუ სანამ ვიწყებთ ინვესტიციას, ადამიანი აუცილებლად ამაზე უნდა დაფიქრდეს. და მთავარი კითხვა, რაც ყველაზე რელევანტურია ხოლმე ამ დროს არის, ვაინვესტირებ მე გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის თუ ვაინვესტირებ ინტენსიური ემოციებისთვის? ანუ რეალურად აზარტული თამაშებისკენ მინდა უფრო მაქვს მიზიდულობა თუ მინდა რომ ჩემი გრძელვადიანი კეთილდღეობა შევქმნო? ერთი ეკონომისტი არის ნობელის ლაურეატი პოლ სამუელსონი, რომელსაც ძალიან ისეთი ცოტა იუმორისტული გამოთქმა აქვს ამასთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ ინვესტირება უნდა გავდეს ბალახის ზრდის პროცესის ყურებას. და თუ ეძებთ ინტენსიურ ემოციებს, წადით ლას-ვეგასში. ამას გვიჩევს პოლ სამუელსონი და ის ამას გულისხმობს ზუსტად, რომ ჩვენ გრძელვადიანი ხედვა უნდა გქონდეს ამ მიმართულებით და ამაზე როცა ვსაუბრობ ხოლმე, სულ მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც ფორსაიტში რამდენიმე თვის წინ იყო, ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურ კამპანიებს ვაწარმოებთ, მათ შორის ემიგრანტებთან და ერთი ქალბატონი დარეგისტრირდა ჩვენ პლატფორმაზე, რომელიც შემდეგ მოიწერა, რომ საუბარი უნდოდა ჩვენთან და ამ ქალბატონს მე პირადად ჩავერთე, ონლაინ ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი ამეთი ქალბატონობა, რომ რა საკეთებთ, როგორ აინვესტირებთ, რა სტრატეგია გაქვთ, როგორ უყურებთ ამ საკითხს და შევატყე რომ ეს ქალბატონი საკმაოდ დაძაბული და რაღაცა ისე ცოტა ცუთხასიათზე იყო და გამიზიარა ამ საუბრისას, რომ აუ ეხა გუშინ 15% დაეცა ტესლას აქციაო და ჩემი დანაზოგი ჯამში $5,000 რაც მქონდაო 15%-ით შემიმცირდაო. მე გავაჩერე მეთქი ქალბატონი, ეხა ერთ წუთი მომისმინეთ ძალიან გთხოვთ, ეხა თქვენთვის ძალიან კარგ რამეს გეტყვით თქო, რომ თქვენ თუ დანაზოგს ეხლა ესე თვიდან თვემდე მუშაობთ, აგროვებთ თქვენთვის ტესლას მით უმეტეს ერთი ინდივიდუალური აქცია, ეს თქვენთვის არ არის. თქვენ ეხლა გჭირდებათ რაღაც საბაზისო დაზოგვის ინსტრუმენტი, რომელიც შეგიქმნით ბალიშს, რომელიც შემდეგ იქნება თქვენი ეს რაღაცა ფუნდამენტური დანაზოგი, რომელიც გრძელვადაში თქვენ უნდა გამოიყენოთ. ეს იყო ჩემთვის მაგალითი იმისა, რომ ადამიანები ხშირად თავიდან არ არიან მზად იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიით დაიწყონ, მით უმეტეს როცა არის პატარა თანხებით დაწყებაზე საუბრობდნენ კოლეგები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს, რომ აქ გრძელვადიან მხედველზე უნდა გქონდეს ორიენტერი და არა რაღაცა მოკლევადიან დოპამინის თუ რაღაცა კმაყოფილების მიღებაზე. მეორე საკითხი, რასაც მინდა ასევე შევეხო, რისკის საკითხზე ისაუბრა დავითმა ეროვნული ბანკიდან და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხი, რაზეც აი ქართულ რეალობაში კიდევ უფრო რელევანტურია, რომ ამაზე ვისაუბროთ. ზოგადად რისკის აღქმა ჩვენი კულტურიდან გამომდინარე და მე ვიტყოდი ალბათ ის ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მაინც ცოტა რთული ისტორია გვაქვს როგორც ქვეყანას გავლილი და შეიძლება რისკთან დაკავშირებით ეს ცოტა ისეთი შიშნარევი მიდგომა გამართლებული იყო. და დღესაც ზოგადად რისკი ჩვენთვის ასოცირდება თითქოს კატასტროფასთან, რომ თუ თქვათ რაღაცა დონის რისკი არსებობს, რომ ესე იგი всё, მე იმას არ უნდა გავეკარო. და ესე დროს მე სულ ადამიანს ვეუბნები ხოლმე, რომ თქვათ თვითფრინავში როცა ვჯდებით, ხო, ეხლა თეორიულად არსებობს რისკი, რომ რაღაცა მოხდეს HR-ში, გამოკიდებულები ვართ, კაცმა არ იცის იქ მერე რა როგორ მოხდება, მაგრამ მაინც ხდებით, ხო, იმიტომ რომ ვიცით, რომ იქ ავიაკომპანია, ვისაც ვენდობით, იმას შესაბამისი სტრუქტურები აქვს და აკონტროლებს რისკებს, მართავს ამ რისკებს და ვენდობით, რომ იქ ყველაფერი კარგად იქნება. ინვესტიციებშიც ასევეა. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ჩვენ შესაბამის შესწავლას ვაკეთებთ წინასწარ, ვიცით სად ვაინვესტირებ, ამ დროს რისკის არ უნდა შეგვეშინდეს. დავითმა როგორც თქვა, უნდა რა თქმა უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამონაგები მაღალია, ანუ რაც უფრო მაღალია ამონაგები, უფრო მაღალია შესაბამისად რისკი. უფასო ლანჩი არ არსებობს, ესეთი გამოთქმა, there is no free lunch, რაც ნიშნავს, რომ თუ მე ვიღაცა მაღალ ამონაგებს პირდება, იქ რისკი უფრო მაღალია. და რა თქმა უნდა, ეს ჩემი რისკის აპეტიტზეა დამოკიდებული, მე ვთქვათ, ავიღებ თუ არა კონკრეტულ რისკს, მაგრამ ზოგადად რისკის ამ სიტყვის არ უნდა გვეშინოდეს. კი ბატონო, შემდეგი, რაც არის სანდოობაზე ისაუბრეს კოლეგებმა და აღარ გავიმეორებ, რას თქვეს. უბრალოდ ერთ საკითხს გაუსმევ ხას. სანდოობა ერთია, როდესაც თქვათ, კანონიერებაზე ვსაუბრობთ და რეგულირებაზე და რა თქმა უნდა, იმ ინსტიტუტებთან, ვისთანაც ჩვენ საქმეს დავიჭერთ, ისინი რეგულირებულები უნდა იყვნენ აუცილებლად, მაგრამ მეორე არის ასევე, რაც რეგულაციების ნაწილიც არის რეგულაციების, მაგრამ რეგულაციების მიღმასდგა და
მიღმაც დგას და თვითონ კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის შიდა კულტურასაც და მის იურიდიულ სტრუქტურას უკავშირდება. და ეს თავარი კითხვა უნდა დავუსვათ ყოველთვის ჩვენ თავს, როდესაც ფინანსურ ინსტიტუტთან ვიჭერთ საქმეს. ეს კითხვა არის, რამდენად იცავს ეს ინსტიტუტი თუ ადამიანი, ვისაც ვესაუბრები ამ ინსტიტუტის წარმომადგენელს, ჩემს საუკეთესო ინტერესებს. და ეს ძალიან რელევანტური და როგორ ვთქვათ, არატრივიალური საკითხია, იმიტომ რომ ზოგადად საინვესტიციო სფერო და დანაზოგების მართვა არის, რა თქმა უნდა, ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესი და ინტერესთა კონფლიქტების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კომპანია ან ფონდი, რომელსაც ვანდობ ფულს, მე უნდა მქონდეს რწმენა, რომ ის მუდმივად იცავს ჩემს საუკეთესო ინტერესებს. და რეგულატორს დავითი დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მუშაობენ ზოგადად რეგულატორები, სწორედ ეს ინტერესთა კონფლიქტების მართვა არის. და ეს გამოიხატება რაში, რომ თქვათ, საკომისიო სტრუქტურა, რომელსაც მე ბროკერი ან თქვათ, აქტივების მმართველი მართმევს. რამდენად ემთხვევა ეს საკომისიო სტრუქტურა ჩემ ინტერესებს. ანუ თქვათ, ბროკერი ან აქტივების მმართველი მაშინ აკეთებს ფულს, როცა მეც ვაკეთებ ფულს, თუ იქ ისეთი წახალისების მექანიზმებია აწყობილი, რომ ბროკერს უნდა რომ ან აქტივების მმართველს რომ მე უბრალოდ შემომტენოს ბრჭყალებში რაღაცა პროდუქტი, რომ მე მან შემდეგ აქედან საკომისიო გააკეთოს. ეს არის სანდოობაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. და კიდევ ერთი საკითხი მინდა ის ცოტა ზოგადია, თუმცა ფილოსოფიურ ნაწილში ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ზოგადად ინვესტირებაზე ფიქრობს, გაითავისოს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი hedge ფონდის, კი არა და სწორად ყველაზე დიდი hedge ფონდი, hedge ფონდის მენეჯერი რეი დალიო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ინვესტორია და მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ის ამბობს ესეთ საინტერესო ციტატას. ადამიანების უმეტესობა ძალიან ხშირად უშვებს შეცდომას და ფიქრობს, რომ შემდეგი 50 წელი იქნება იგივენაირი, როგორც განვლილი 50 წელი. და ინვესტირებაში ამას ძალიან დიდი დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებებს მომავლის ხედვით, ხო, რომ რა მოხდება მომავალში, რომელი აქტივები გაიზრდება, რომელი გეოგრაფიული არეალები იქნება პრიორიტეტული. ამით ვიღებთ ხო გადაწყვეტილებას, სად დავაინვესტირო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ რაც წარსულში ხდებოდა, არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იგივე მოხდება მომავალში. თუ თქვათ, ეს სიტყვაზე ვამბობ, ამერიკული აქციები იყო ბოლო 50 წელი ძალიან მაგარი ინვესტიცია და ხალხმა მილიარდები იშოვა აქედან, არ ნიშნავს, რომ შემდეგი 50 წელიც ამერიკული აქციები იქნება ასეთივე მომგებიანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამაზე ხშირად ბევრი არ ფიქრობს ხოლმე და მაინც აი წარსული გამოცდილებით და რაღაც შაბლონური მიდგომით არის, რომ აი თქვათ, ბოლო 50 წელი ეს იყო მაგარი ინვესტიცია და მოდი ასევე გავაგრძელებ. და რა თქმა უნდა, თქვენითაც ვინც ინვესტირებას იწყებთ, შეგიძლიათ რომ შეეცადოთ მეტი წაიკითხოთ, ალტერნატიული მოსაზრებები მოისმინოთ, მაგრამ აი ზუსტად ამ მიზეზის გამო გჭირდებათ პროფესიონალი asset manager-ი იქნება თუ ფონდის მმართველი თუ financial advisor-ი თუ საინვესტიციო მრჩეველი, რომელსაც აი ეს შორს მჭვრეტელი ხედვა აქვს და რაღაცა მარტო შაბლონურად რომ მოდი რაღაცა 50% აქ ჩადე, 50% აქ ჩადე, ეს მუშაობდა ბოლო 50 წელი და ამიტომ მოდი ხა ეს გავაკეთე. ესეთი მიდგომა დღეს მე ვფიქრობ უკვე აღარ არის საკმარისი. და მნიშვნელოვანია რომ უფრო შორს მჭვრეტელი და უფრო მომავალზე ორიენტირებული ხედვა გქონდეს. ეს არის საკითხები, რაზეც მინდოდა ხაზგასმა, ბევრი საუბარი შეიძლება კიდევ, თუმცა დაფარეს კოლეგებმა ძალიან კარგად სხვა საკითხები და ამიტომ აღარ გავაგრძელებ ბევრ საუბრს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბრატი, მადლობა კოლეგებო, მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვიდა. რამდენიმე შეკითხვა არის შემოსული ლაივში და მაინც წავიკითხავ და ვუპასუხოთ, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელები არ დავტყოთ უყურადღებოთ. ერთ-ერთი ესეთ შეკითხვა არის, რომ გრძელვადიანი ანაბარი ვფიქრობ ყველაზე მეტად დაზღვეულია რისკებისგან. ანუ ანაბარი როგორც ინვესტიცია რამდენად ხო, ამას კითხულობს რა, რამდენად უფრო ურისკო არის, ვიდრე მე რომ ინვესტიცია განახორციელო ეხა. მეგობრებო გალთიდან ან ტიპისიდან ხომ არ უპასუხებთ ამ შეკითხვას ან დავით რა ვიცი. კი ბატონო, უპასუხებ, მოკლედ ნებისმიერი ინვესტიცია მოკლედ რისკის გადმოსახედანაც მას შევაფასოთ. გააჩნია ხო, ანუ ანაბარს გრძელვადიანი ანაბარით, როდესაც თქვენ ათავსებთ ენდობით იმ ფინანსურ ინსტიტუტს და იმის კრედიტ რისკს ატარებთ. მეორე მხარეს აი მე ვისაუბრე კიდევაც, რომ ალტერნატივად შეიძლება განიხილოთ სახელმწიფო ობლიგაცია იგივე, ხო, თქვათ ამერიკის სახელმწიფო ობლიგაცია,
ბოდიში, ბაქარ ზუსტად მეორე შეკითხვა არის, როგორ ვიყიდო ამერიკის სახაზინო ობლიგაციას. მაგაზეც გიპასუხებთ, ხო, მოკლედ სახელმწიფო ობლიგაციის შემთხვევაში მე ვიტყოდი ალბათ უფრო ბევრად უფრო ურისკო არის და რაღაც ჩვენს სფეროში risk-free აქტივსაც უწოდებთ რაღაც benchmark-ი არის, ვიდრე ნებისმიერი კომერციული ბანკის რისკი. ამიტომ მაგრამ მეორე მხარეს უარ ვთქვათ, რომ ობლიგაცია ვთქვათ უფრო ნაკლებ რისკიანია ვიდრე დეპოზიტი, შეიძლება იყოს კორპორაციის მიერ გამოშვებული ობლიგაცია, რომელიც უფრო მაღალ საკრედიტო რისკს ატარებდეს ვიდრე ნებისმიერი კომერციული ბანკის, მაგრამ უფრო მაღალ სარგებელს გთავაზობთ. ამიტომ ეს ცალსახად ვერ ვიტყვით, როგორც წესი სახელმწიფო ობლიგაციები, თან ასე ვთქვათ განვითარებული ქვეყნების ობლიგაციები უფრო დაბალ რისკიანად შეგვიძლია რომ ჩავთავაზოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ საბროკერო კომპანიაში ამისთვის სჭირდებათ საბროკერო ანგარიში და მე უკვე ბროკერის დახმარება. ტიბის კაპიტალის შემთხვევაში პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან შეგიძლიათ რომ ანგარიში გახსნათ, თუმცა მოკლედ ნებისმიერ სხვა საბროკეროში ანგარიშის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ სახელმწიფო ობლიგაციები. მადლობა. ბაქარ, ერთი შეკითხვა არის აქ ბანკის ახსენეთ, რომ ბანკი როგორც ბანკის ანუ როგორც მობაილ ბანკიდან, ისე საბროკერო ბანკიდან არის შესაძლებელი აქციების ობლიგაციებში, ფონდებში ინვესტირება. აი რა განსხვავება არის, რომ მობაილ ბანკიდან გავაკეთებ საინვესტიციოდ თუ ბანკს მივმართავ თუ საკომისიოსად, მოკლედ აქ ძირითადად საკომისიოსთანადია ამაზე დისკუსიები აქვს. დიახ. ანუ უფრო ორ ნაწილად დავყოფთი და აი დავით მე შენ შეგიძლია რომ განორცო, ანუ ალბათ მობაილ ბანკიდან პირველადი ინვესტიციების დამწყები ინვესტორებისთვის შედარებით უფრო მარტივი და მე განვიხილავდი უფრო მობაილ ტივისის ან ნებისმიერ სხვა მობაილ ბანკიდან ინვესტიციებს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე არის უფასო, არა გაქვთ შეზღუდვა მინიმალურ ინვესტიციაზე. აქ ნახსენები კომპანიის აქციები, ფონდები შეგიძლიათ რომ პირდაპირ შეიძინოთ, ასევე სხვათა შორის შეგიძლიათ ფონდი შეიძინოთ, ანუ ETF-ი, რომელიც სახელმწიფო ობლიგაციებზე გაძლევთ წვდომას და აქ შეხვედრის შემდეგაც თუ თქვათ იგივე ჩვენ მოგწევთ ამ პირადად მოგწევთ შემიძლია რომ ასევე ამ ნაწილშიც დაგაკვალიანოთ და თუ შედარებით უფრო სოფისტიცირებული ინსტრუმენტები გინდათ, ანალიტიკური ინსტრუმენტები, უფრო რთული ორდერის ტიპები, ამ შემთხვევაში ალბათ ჭირდება საბროკერო ანგარიში, იქ უფრო ზვირი საკომისიო სტრუქტურაც მოქმედებს, თუმცა ეს თანხის მოცულობა თუ უფრო დიდი გინდათ რომ დაინვესტიროთ და მოკლედ რთული პროდუქტებზე გქონდეს წვდომა, ამ შემთხვევაში საბროკერო ანგარიში აჯობებს რომ გახსნათ. დამწყები ინვესტორებისთვის ალბათ მე მობაილ ბანკს უფრო დავაყენებდი წინა პლანზე. მადლობა ბაქარ. კოლეგებს ხო არ უნდათ დამატება, შევსება? კარგით, შემდეგ შეკითხვას წავიკითხე, რაღაცა ორით დაახლოებით ერთნაირი არის. არ ვართ ვინაიდან იმიგრანტები საქართველოში არ ვარ და არ ვიცნობთ ბაზარს, რა ტიპის ბიზნესია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი, ანუ სადგან ვახორციელოთ უფრო მეტად ინვესტიციებიო, ესეთი შეკითხვა არის. ვინ უპასუხებს? რა კი ბაზარი არის, ვიცით, ხო არ რას ურჩევთ ამ იმ ადამიანებს, რომელსაც ქართული რეალობა ხო არ არიციან კარგად და კითხულობენ. ხო, მე მგონი შეხსენებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს საუბრობდით ანუ საფონდო ბირჟებზე კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების თვალსაზრისით და არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ყიდვის თვალსაზრისით, რომელიც განსხვავებული ესე ვთქვათ პროცესი არის, ვიდრე ვთქვათ ის თუმცა იდეურად მაინც ბიზნესის წილის ყიდვას ბუნებრივია ორივე ემსახურება. რაც შეეხება ვთქვათ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემატიკაში რომ დავჩეთ, ინვესტირება ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება, ანუ თუნდაც იმ ქვეყნიდანაც დარწმუნებული ვარ იქნება საბროკერო კომპანიები, სადაც შეიძლება კითხვის დამსმელს რომ გახსნას ანგარიში და ვთქვათ მიიღოს მომსახურება და სრული შემთხვევაში, როგორაც აღვნიშნეთ, შეუძლია მის მიერ ნაყიდი აქტივები, რომლის ფლობელი თვითონ არის, გადაიტანოს შემდეგ ნებისმიერ საბროკერო კომპანიაში, თუ საქართველოში ჩამოვა შემდეგ, გადმოიტანოს ჩვენთან და მოკლედ მაგის ესე ვთქვათ გადმოტანა ჩვენს სფეროში მოსულა. და ეგ ესე ვთქვათ სფერო არ არის ჩაკეტილი ქვეყნის ჭრილში, ესე რომ შეუძლია თავისივე ქვეყნა, სადაც ახლა იმყოფება, იქ იყიდოს ადგილობრივი ბროკერის მეშვეობით და შემდეგ თქო გადმოიტანოს თან და ჩვენი მეშვეობითაც შეუძლია ესე ვთქვათ რო იყიდოს და კონტეს ეს ფასიანი გავალდინის ფლობელობაში.
მადლობა დავით, შემდეგ შეკითხვას წავიკითხავ. მადლობა, საინტერესო მოხსენებები იყო, თუმცა ჩემთვის როგორც ემიგრანტისთვის, რომელსაც საინვესტიციო მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ მაქვს და თან არც თუ ისე ახალგაზრდა ვარ, მიჭირს ბევრი ტერმინის გაგება, რაც ახსენით. მით უფრო მიჭირს საინტერესო გადაწყვეტილების მიღება. მაინტერესებს თუ გაქვთ რამე საკონსულტაციო მომსახურება, სადაც დეტალურად ამიხსნიან საინვესტიციო პროცესებს, გამარკვევენ ტერმინებში და ასე შემდეგ, სადაც შეიძლება ჩემთვის გასაგებ ენაზე მოვიძიო ინფორმაცია. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ მე დავიწყებ, იმიტომ რომ ფინედუს აქვს სპეციალური ვებგვერდზე სპეციალური განყოფილება, რომელსაც ინვესტიციები ჰქვია და ვეცადეთ, რომ აი მაქსიმალურად გამარტივებულად და ჩაშლილად აგვეხსნა ყველა პროცესი, ყველა ტერმინი და გირჩევთ, რომ ნახოთ ეს და თუ ამის შემდეგ კიდევ დაგრჩებათ შეკითხვები, შეგიძლიათ კიდევ დაგვიკავშირდეთ. ამის გარდა ფორსაიტსაც აქვს კარგი პროდუქტებისა განმანათლებლო ამ თვალსაზრისით და მოკლედ შეგიძლიათ რომ ინტერნეტში მოიძიოთ და კონკრეტული შეკითხვა პირველ რიგში საბაზისო ინფორმაციის მისაღებად ფინედუს ვებგვერდი გამოგადგებათ და თუ შემდეგ კიდევ დაგრჩებათ შეკითხვები შეგვიძლიათ ინდივიდუალურ დონეზეც მოკლედ გავიაროთ. თქვენ თუ დაამატებთ კიდევ რაიმე პროდუქტები თუ გაქვთ კოლეგებო, ეგეც შეგვიძლია რომ უთხრათ. სად მოიძიონ? ალბათ ნებისმიერ ჩვენთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ მიიღებს საკმაოდ კარგ სერვისს და კონსულტაციას, ასე რომ არ უნდა დაზარდება მაგ ნაწილში. ეს ლაივი მაგასაც ემსახურება, რომ ადამიანებმა აი ამ მოკლედ ჩვენი შეხვედრის მიზანი რა თქმა უნდა არ ყოფილა ის რომ აქედან რომ ჩახურავს ლეპტოპს და თუ მოიხსნის კურსას მოსწავა და ისეთ ინვესტიციას გააკეთებს და ისეთ საინვესტიციო მოკლედ რა ვიცი ძალიან დიდ მოგებას მიიღებ მოუტანს. ეს არ არის, ეს არის ის რომ მინიმალისტური ინფორმაცია მივაწოდოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ არა იმის შესახებ კონკრეტული პროდუქტების, არამედ უბრალოდ კონტაქტების თვალსაზრისით, რომ სად შეუძლია, ვისთან შეუძლია ეს ინფორმაცია მოიკითხოს. ამიტომ ეს შესაძლებლობაც კარგია, რომ გამოიყენოთ. ანა ბარზე წავიკითხე. როგორ შეიძლება ქვეყანაში არ ყოფნა პირმა უსაფრთხოდ განახორციელოს ინვესტიცია ისე რომ ნათესავების და ახლობლების ჩართვა არ დაჭირდეს? კარგი შეკითხვა არის, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა ემიგრანტებისთვის, რომ დიდი თავიანთი თანხას რასაც გამოიმუშავებენ, საქართველოში ოჯახში გზავნიან და ბევრ რაღაც პრობლემატურ საკითხს შეიძლება იწვევდეს, თუმცა თუ იმ ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ადგილზე განკარგონ და განკარგონ მომგებიანად ეს თანხა, სავარაუდოდ კარგი გამოსავალი იქნებოდა მათთვის. რას უპასუხებთ რითი და დავახმაროთ ეს ადამიანები, რამდენად შესაძლებელია შესაძლია იგი პასუხოთ ჩვენი მხრიდანაც, ანუ როგორც ვახსენე, ერთი ეს ციფრული პლატფორმები იდეაში აძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ თავის სხვისი მესამე პირების ჩართულობის გარეშე ისედაც გახსნას ანგარიშები, მით უფრო ეხლა დამატებით საინვესტიციო ფონდებთან და აქტივობის მმართველებთან მიმართებით, ღია ბანკინგიც უკვე ანუ არის ესე რომ თქვა თავის პირადობით და თუ ბანკში ანგარიში აქვს ისედაც გახსნილი, ძალიან მარტივად შეუძლია საინვესტიციო ფონდებში ინვესტირების ნაწილშიც, ანუ რეგისტრაცია გაიაროს ციფრულ პლატფორმაზე და ჩვეულებრივად ანუ უკვე გახდეს ინვესტორი და დაიწყოს ინვესტირება. ანუ ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, ამ შემთხვევაში აღარ ჭირდება უკვე რაღაცა მესამე პირების ჩართულობა, მინდობილობების გაკეთება, დოკუმენტების სირბილი აკეთიკით, მოკლედ ძალიან გამარტივებულია პროცესი და რა თქმა უნდა ამ ხრივ საკონსულტაციო ნაწილში ყოველ შემთხვევაში ფორსაიტზე და დარწმუნებული ვარ ჩვენ კოლეგებთანაც, ანუ ჩვეულებრივად ანუ საკომუნიკაციო არხები არსებობს, სადაც თუ თქვათ რაიმე კითხვა ექნებათ ან რაიმე დახმარება საჭიროებენ, მუდმივად ხელმისაწვდომია ჩვენი საკომუნიკაციო არხები, სადაც უფრო მეტად და უფრო უკეთად დავაკვალიანებთ ამ ხრივ. მადლობა ვეკო, ერთი ზოგადი ხასიათის შეკითხვა არის, რა პრობლემები ექმნებათ ემიგრანტებს? სავარაუდოდ გულისხმობს, ხომ არ არის რაიმე, არ ვიცი, ბარიერი ან ფილტრი
ემიგრანტებისთვის, ანუ რაღაცა დამატებითი თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით ან ლოჯისტიკური, როცა საინვესტიციო პროდუქტის შეძენა სურს ან ინვესტირება. კეთი, მე უპასუხებდი ამ შეკითხვას, ანუ მოკლედ ერთი რომ ტექნიკურად ალბათ უფრო ნაკლებად, შეგიძლიათ რომ ელექტრონულად ანგარიშები გახსნათ, ასევე სანამ ანგარიშის გახსნას დაიწყებთ, ან ძალიან მარტივად თუ გინდათ უბრალოდ კითხვით მოგმართოთ და კონსულტაცია გავიაროთ, ჩვენ ვინც ზარზე ვართ, ყველა ჩვენთან არის ალბათ ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, იქ ნახავთ დასაკავშირებელ მეილს და იქ შეგვიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ დაგიბრუნდებით. ბარიერი რაც შეიძლება რომ იყოს უბრალოდ ეგ განსხვავებული არის და ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ, ალბათ აი საგადასახადო მიმართულებით როგორ შეიძლება განსხვავებული სტატუსები ქონდეს რეზიდენტობიდან გამომდინარე, ადამიანი თუ ამერიკაში ცხოვრობს, ან ევროპაში ცხოვრობს, შეიძლება სხვადასხვა საგადასახადო პირობები ვრცელდებოდეს და ამაზე ალბათ უფრო პირადად როცა კონსულტაციას გაივლით ანგარიშს გახსნით, შემდეგ შეგვიძლია რომ პროდუქტულად თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე გავიაროთ, თუმცა ამას მივაქცევდი ყურადღებას. მადლობა ბაქარ, პრინციპში ამოვწურეთ შეკითხვები, რაც შემოვიდა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა სპიკერს ჩართულობისთვის და მე ვფიქრობ, რომ პირველი ესეთ შეხვედრისთვის საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ძალიან ბევრი თემა დავფარეთ და ძალიან დაეხმარება ეს ჩვენს ემიგრანტებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომ შევაჯამოთ რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ინვესტირებისთვის აი მიზანი. რისთვის ვაკეთებთ ინვესტიციას და რა მოკლევადიანია ზოგადად ინვესტირება გრძელვადიან მიზნებს უკავშირდება, ანუ რისთვის ვაკეთებთ ინვესტიციას და რა ვადაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ინვესტიციების გეგმა დაზოგვის გეგმასთან მიჰყვებოდეს, როგორც ჩვენო სპიკერებმა აღნიშნეს, ძალიან მნიშვნელოვანია ის მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ არ ავყვეთ, არ არსებობს არ ავყვეთ, ძალიან დიდ too good to be true წინადადებებზე არ წამოვეგოთ, ესე ვთქვათ და ძალიან მაღალსარგებლიან წინადადებებს არ დავთანხმდეთ. ოქროს წესები არ არსებობს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი წავიკითხოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს თემა არც თუ ისეთ ანუ ახალი არის და ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ გავეცნოთ, შევადაროთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, გავიგოთ, როგორია რეპუტაცია, როგორია ეროვნული ბანკი არეგულირებს თუ არა, ესე ვთქვათ, რამდენად მარეგულირებლის ქვეშ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ესევე, რომ შეგვიძლია დღეს უკვე შეგვიძლია 1 ლარიდან ინვესტირება, ანუ ეს ინვესტიცია არ უკავშირდება რაღაცა ძალიან დიდ თანხებს და რაც მალე დავიწყებთ დაზოგვას და შესაბამისად ინვესტირებას, მით უფრო მომზადებული შევხვდებით ასაკსაც მათ შორის და ჩვენს გრძელვადიან მიზანსაც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას კიდევ ერთხელ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, მსმენელს მინდა მივმართო, შეგიძლიათ რომ ფინედუ საიტზე გამოგვიგზავნოთ, ასევე ყველა სოციალურ ქსელში არის შეგიძლიათ იქაც მოგძებნოთ, სასარგებლო რჩევებსაც ნახავთ, ინფორმაციასაც და შეგიძლიათ რომ რაც თუ ვერ მოძებნით თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ და გიპასუხებთ. მადლობა კიდევ ყველას. დიდი მადლობა. საღამოს. კარგად. კარგად.